გვისმენს თუ არა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო და საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. Ამ კამპანიის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან, მაგრამ ვიდრე მათ წარმოგიდგენდეთ, ჩვენ ჩაგვერთვება ადამიანი, რომლის საქმეშიც აგრეთვე ფიგურირებს უკვე ახალი მტკიცებულებები, სწორედ ფარული ჩანაწერების სახით, ის ხვალ სასამართლოს ხდომას დაესწრება, რომელზეც შესაძლოა მოსამართლემ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებაც კი მიიღოს, თუ ამას პროკურატურა მოითხოვს. მე გიგი უგულავას გულისხმობ. ბატონ გიგი, მოგესალმებით. ბატონ გიგი, თქვენ საქმეს, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი თითქმის 50 მილიონი ლარის გაფლანგვას შეეხება, ახალი მტკიცებულებები გაჩნდა, შულთან საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის რეზო ადამიანს და თქვენი SMS მიმოწერა. მე ვიცი, რომ თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხს ელით სწორედ ხვალ პროკურატურისგან, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენი ვარაუდით, რის დამტკიცებას შეეცდება ბრალდება ამ ჩანაწერებით, ამ მასალებით? საღამოშვიდობისა. პირველ რიგში ალბათ ეს არ არის მე არ ვარ ადრესატი ამ შეკითხვის. ჩემთვისაც ამოუცნობია ჩემი და ტასოს საუბარი, რაში შეიძლება ჭირდებოდეს პროკურატურას. თუმცა თავისთავად ეს პრივატული საუბარია, შინაარსითანაც ჩანს. საუბარი ეხება სკოლაში, სკოლიდან როდის მოდიხარ, შემდეგ ფოტოგრაფიის გაკვეთილებით დავდება, თინა ჩემი მეორე შვილი რა შვება და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ყოფით საუბარია, ამიტომ მეც მაინტერესებს რაში გამოიყენებს ამას ბრალდების მხარე. ზოგადად ამ პროცესის წინ პროკურატურა ორი მიმართულებით მუშაობდა. ერთი გამოაცხეს ოქმი, რომ თითქოს მე ვიცოდი რა რომ უნდა მივსულიყავი პროკურატურაში 6 მარტს წავედი იპიპის ხდომაზე, კონგრესზე, რაც აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ ოქმის შემდგენოვან პროკურორმა ისიც კი არ იცის, რომ 04 საათი და 35 წუთი 5 მარტის ადრეა და 22 საათი 5 მარტის შემდეგ მოდის და მას ოქმიდან კარგად ჩანს, რომ მას განცდა აქვს, რომ თითქოს 22 საათზე, როცა ის ჩემ ადვოკატს ესაუბრა, მას შემდეგ დილით დავტოვე მე საქართველოს და ძალიან სამწუხაროა ასეთი IQ-ს პროკურორები რო ყავს ჩვენ დღეს პროკურატურაში. თუმცა ჩემი ვარაუდით მათი ამოცანა არის შემდეგი, რომ შეკრან ეს საქმე ისე, თითქოს ერთი მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და წავედი და მეორე ის, რომ მე მართავ მერიას, რის დამტკიცებაში შეეცადნენ ჩემი და აცგანსონებული ბატონი რეზო ადამიანს SMS მიმოწერით. ხო, მოდით, აი მაყურებლისთვისაც ბატონო გიგი, რომ უფრო გასაგები იყოს, თუნდაც თქვენ შულთან სატელეფონო საუბარში, მაგალითად მეც ვცდილობდი, არ ვიცი რა, მეპოვნა და მაგალითად აქ არის ასეთი ფრაზა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ 3-4 დღით არ იქნებით საქართველოში, ბრიუსელში და სტამბოლში ალბათ მიემგზავრებით, არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს რამე, იქ შემდეგ საუბარია SMS-ებში, რაც თქვენ ახსენეთ, რომ ბატონი რეზო თქვენ გთხოვთ დახმარებას და თქვენ ცდილობთ მას დაეხმაროთ და ეს გულისხმობთ, რომ შეიძლება გაიშიფროს როგორც თქვენი გავლენა მერიაზე? ალბათ, სხვა რეზონი ამას ყველაფერს არ აქვს. მე ქვეყნის დატოვების უფლება შეზღუდული სასამართლოს მიერ არ მაქვს, ამიტომ ჩემი და ჩემი შვილის საუბრის ეგ ასპექტიც არ ამგონი რომ საინტერესო იყოს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის თემა, რომელიც დასრულებას მოითხოვდა და რომელიც სამწუხაროდ გაეჭედა სამთავრობო ლაბირინტებში, ისევე როგორც ძალიან ბევრი თემა დღეს ქვეყანაში, იმის გამო რომ მთავრობა აბსოლუტურად არაკომპეტენტური და უნიათოა და უბრალოდ ყველა პრობლემა დგას და არაფერი არ იძვრის. ამ პრობლემის დახმარებაში მთხოვა დახმარება ადამიანმა, რომელიც გადადებული იყო, ისე იყო ავა და ბუნებრივია მე მოვეხმარე და ვეხმარებოდი და ამას არც მალავ არავისთან. და ეს ეკონომიკის სამინისტროს დასასრულებელი იყო და რამდენიც ვიცი დასრულდა კიდეც და თუ არ დასრულები ვარ, ასაც შევძლებ აწი დავეხმარები. ასე რომ ამაშიც ვერ ვხედავ საერთოდ პრობლემას, პრობლემა მდგომარეობს
პროკურატურის მხრიდან უტიფრობაში და უზნეობაში. ბატონ გიგი, თქვენ მანამდეც ამბობდით. ანახებს მიუთითებს ამაზე. ეხლა რაც შეეხება თქვენ მანამდეც ამბობდით, რომ თქვენ ვარაუდობთ და ეჭვი გაქვთ, რომ ხვალინდელ სხდომაზე შეიძლება გირაოს შეცვლა მოითხოვოს პროკურატურამ წინასწარი პატიმრობით. თვლით, რომ შეიძლება აი ეს არგუმენტი, რომ თქვენ თითქოს ერევით ამ SMS-ებიდან გამომდინარე მერის საქმიანობაში გახდეს ერთ-ერთი არგუმენტი პროკურატურისთვის, რომ მოითხოვოს თქვენი წინასწარი პატიმრობა, ვინაიდან აი თქვენი თავისუფლებაზე ყოფნა არ შეიძლება თქვენ ერევით საქმეებში, სადაც არ გაქვთ უფლება ჩარევის. ეს საკითხი ისევ მეორებ ხვალ დადგება დღეს, ნახავთ პროკურატურა რას მოითხოვს და შესაბამისად სასამართლოს გადასაწყვეტია. მე ისევ მეორებ, ეს პირველად არ ხდება, რომ პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს და სავარაუდოდ არც უკანასკნელად, ამაზე არ მინდა მე საუბარი. პრობლემა რეალურია ამ მოსმენებთან დაკავშირებით და ამ პრობლემაზე უნდა მოახდინოს ჩვენმა საზოგადოებამ ფოკუსირება, ისე როგორც პარლამენტარებმა, მთავრობამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პრობლემა არის რა თქმა უნდა და მე არც იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ეს პრობლემა არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. ხა როგორც ამბობენ, მეც ვიყავი ამის მსხვერპლი, მაგრამ ამასაც არ აქვს ამის არავით არ არსებითი მნიშვნელობა. მთავარი დღეს სხვა რამეა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივახციოთ და მოხდეს ამ სისტემის გაუმჯობესება. საერთოდ ნიშნის მოგებით ალბათ მე დარბაზშიც ისაუბრებს მან ხალხი, რომ აი თქვენ დროს ეს იყო და საერთოდ ყბადაღებული 9 წელიწადი აქვს გამოკერებული ჩვენს ოპონენტს. მე მინდა ვთქვა, რომ 1 ოქტომბერს ადამიანებმა და საზოგადოებამ მხარი დაუჭირა იმას, რომ რაც იყო ცუდი გაუმჯობესებულიყო და გამოსწორებულიყო და რაც იყო კარგი ის გაგრძელებულიყო. მაგრამ საპირისპირო მივიღეთ სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ იყო რაც იყო ცუდი ის გაგრძელდა და გაატკეცდა და რაც იყო კარგი ის გაჩერდა და აღარ ფუნქციონირებს. სწორედ ერთ-ერთი ეს მიმართულება, როდესაც ფარულ მიყურადებაზე და მოსმენაზე ვსაუბრობ, ბატონ გიგი, რა გაცნობთ იმისთვის საფუძველს, რა გაცნობთ იმისთვის საფუძველს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. რის საფუძველზე ამტკიცებთ თქვენ, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა? ამ მიმართულებით მდგომარეობა რომ გაუარესდა, უკანასკნელი ჯეოსელის ინციდენტიც მოწმობს, არავისთვის არ არის დასამალი და ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რის გამო ღამის 11 საათზე ერთ-ერთ მთავარ კომპანიაში ქვეყნისაში ფინანსური პოლიციას და სპეცრაზმი რატო შევიდა, იმიტომ რომ დაეშინებინა, იმიტომ რომ მათ უარი განუცხადეს იმ უზომო რაოდენობით გაზდაზე ფარული მოსმენების, რომელიც დღეს მთავრობამ მისდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მისგან მოითხოვა. მე მინდა ვთქვა, რომ ახალი მთავრობის პირობებში ეს სისტემა გაატკეცდა და გაცილებით უფრო ბევრ აბონენტს და ბევრ ადამიანს მოიცავს, ვიდრე ოდესღაც საერთოდ საქართველოში ყოფილა. არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კონტაქტები და ინფორმაცია და მე ამას ვამბობ კონკრეტული ინფორმაციაზე დაყრდნობით და კონკრეტული ინფორმაციის წყაროს საშუალებით. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამაზე გული შევტკივა და ჩვენ გვინდა რომ ეს გამოსწორდეს. ამაზეა საუბარი და არა ეხლა ნიშნის მოგებით ვისაუბროთ იმაზე, ადრე რა იყო ან ეხლა რა არის. ჩვენ თუ თანხმდებით რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, ძალიან ნორმალური და კარგი კანონპროექტი აქვს შემუშავებული არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ფრაქცია მზად არის დაუჭიროს მხარი მათ და თუ არ იქნება წინააღმდეგობა უმრავლესობისაგან, მთავრობისაგან, მაშინ არაფერი არ უდგას წინ იმას, რომ ეს კანონი შევიდეს ძალაში და ჩვენ ამ თვალსაზრისით წავიწიოთ წინ და მე არ მომერიდება და მადლობას ვეთქვი უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამას. მაგრამ პიცი მწამს და ბოლო მაკვირებს, იმიტომ რომ წელიწად ნახევარია არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა სხვა დაინტერესებული ღია კარს ამტრევს, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობისგან მხოლოდ უარია და ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს ესე იყო. ამიტომ ვიყოთ კონსტრუქციულები, თუ ჩვენ გვინდა რეალურად ჩვენ საზოგადოებას მოუხსნათ ის შიში, რომელიც ფაულ მიყურადებასთან დაკავშირებით არის და ეს შიში ლეგიტიმურია დღესაც, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ამ მთავრობამ არ გამოიძია ქალბატონი იაბარამიძის საქმე, რომელიც ფაულ ჩანაწერები გაუკეთა და აშანტაჟებდა სწორედ ამ მთავრობის პირობებში და ეს გამოძიება არ შედგა. ასევე ზერელეთ შედგა გამოძიება და საერთოდ რა ბედი ეწია იმ საქმეს არავინ არ იცის, საუბარია გელახვედელიძეზე. ამიტომ ეს პრობლემა მწვავედ დგას და გაატკეცებულია და ნუ ჩავდგებით სირაქლემას პოზიციაში, თითქოს დღეს ჩვენ თავისუფლად სუნთქავთ. გაცილებით უფრო ტოტალური მოსმენის სისტემა აწყობილი და სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოდის პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სრული ობსესია აქვს
და ეს აქამდე თუ ეჭვი არსებობდა, ეხლა უკვე დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოსმენების სისტემის რაფინირებასთან დაკავშირებით ამ ადამიანს მართლაც რომ ობსესია გააჩნია. ბატონო გიგი, ვინაიდან თუ ჩვენ რეალურად გვინდა სიტუაციის გამოსწორება, არის კანონპროექტი, ჩვენ ბატონი გიორგი ბრძანდება სტუდიაში ჩვენგან, მეც საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქცია აქტიურად ჩაერთვება და სულ რაღაც 50 ხმაზე მეტია საჭირო, რომ ეს კანონი მივიღოთ. ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამაში და მე იმედი მაქვს უმრავლესობის გარკვეული ნაწილი მაინც თანხმობას განაცხადებს ამაზე. ბატონ გიგი, თქვენ ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, მე მინდა დააკონკრეტოთ თუ შეგიძლიათ რატომ თვლით რომ ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ობსესია და აქვე გკითხავთ, მაგრამ თქვენ ოდესაც მიზეზ შედეგობრივობაზე საუბრობდით აი ამ პროცესის რომელიც ხვალ სასამართლო სხდომაზეც გაგრძელდება, უჩა მამაცაშვილიც ახსენეთ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი. დიახ, რატომ ვამბობ? იმიტომ რომ უამრავი მასალა არსებობს, როდესაც ბანკი რასიისკი კრედიტი, რომელიც ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა 90-იანი წლების ბოლოს, ბანკის მართვის პრინციპი იყო მიყურადება ჩანაწერები და შემდეგ ერთმანეთზე, ესე ვთქვათ, ამბების მიტანა და ამ ჩანაწერებით მანიპულირება. ეს ამ ადამიანის მეთოდია და ეს ადამიანი ამ მეთოდზე ეხლა, როდესაც შესაძლებლობები მთლიანად გაეფურჩქნა, ბუნებრივია, ამაზე უარს არ ეტყვის. თუ ვინმე მეტყვის, რომ რაშუაშია ივანიშვილი დღევანდელ მთავრობასთან, ამ დავაში ბუნებრივია მე არ შევალ, ხა ბავშვსაც კი ესმის, რომ ივანიშვილი მართავს დღეს, განსაკუთრებით ამ მიმართულებას იმას ჩამოხრჩობა, ამას დაჭერა, იმას დახრე და ამ თემებს განსაკუთრებით ექსკლუზიურად ივანიშვილი კურირებს, თორე სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ის პასუხისმგებლობას გაექცა პენსიებზე, გაექცა ქარხნებზე, გაექცა სოფლის მეურნეობაზე და გაექცა ქვეყნის ეკონომიკაზე, უბრალოდ პასუხისმგებლობა და ძალაუფლება დაიტოვა მხოლოდ იმაზე, ვის დაიჭერენ ხვალ და ვის გაასამართლებენ ხვალ. ეს რეალობაა და ნუ თუ გვინდა ამაზე ვიკამათოთ, შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ყოველი დღე ამტკიცებს ამას, რომ სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ იმ სისტემისკენ, სადაც რეალური ძალაუფლება აქვს ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა. ეხლა რაც შეეხება იმ გარემოებას. დღითი დღე ჩვენ მივდივართ კლანურ, ძმაკაცურ, მეგობრულ, ნათესაურ მმართველობისკენ. უჩა მამაცაშვილის სტატუსი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი. და ის არის ერთ-ერთი ოფშორულ კომპანიაში დარეგისტრირებული ზარზეიმით გახსნილი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვათა შორის ოფშორულ კომპანიაში დარეგისტრირებულია არა რომელიმე, ისე ვთქვათ, დასავლეთ ევროპულ ცივილიზებულ გამჭვირვალე სახელმწიფოს კანონმდებლობით. შესაბამისად ამისა, მიუხედავად ამისა, ის მონაწილეობს ყველა ბიზნეს გარიგებაში. ის მონაწილეობს სახელმწიფო ვიზიტებში აზერბაიჯანში, ყაზახეთში. რაშუაშია ის ამ მოვლენებთან, რომელიც თქვენ სირგლივით ვითარდება. ივანიშვილის სოფლის მეურნეობის მამულების ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ეს მამულები სახელმწიფოს გადაცა, იმიტომ რომ ამ მამულებთან დაკავშირებული იყო ხარჯები და ჩვენ ვიცით ახლა რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხარჯების შემცირებით არის დაკავებული და ამ ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტზე გადმოწერით, ეს დეიდას უჩა მამაცაშვილის დიშ-ქმარი პორტირდა და დღეს არის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ეს ყველაფერი რეალობაა. ბატონ გიგი, რა კავშირი აქვს მას თქვენთან და თქვენს საქმესთან? ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს. ეს რეალობა არის სამწუხარო რეალობა, საიდკენაც მიყავს ამ მთავრობას ეს ქვეყანა და უამრავი ხალ ჩემპიონია დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ნათესავების დანიშვნაში, გავსებულია შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ამ მიმართულებიდან მთელი აბლაბუდის ქსელია უკვე გაკეთებული და საზოგადოებისთვის ეს ცნობილია, ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ კლანური მმართველობისკენ. და მე მინდა უთხრა მათ, რომ ეს საქართველოს ამას ერთხელ და სამუდამოდ უთხრა უარი და რაც არ უნდა შეეცადონ ისინი, ამას ისინი დიდი მადლობა ბატონ გიგი და ამას სავალალო შედეგები ექნება. დიდი მადლობა გიგი უგულავა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენთან არჩევანის სტუდიაში იმყოფებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლები, რომლებზეც ახლა გიგი უგულავაც საუბრობდა, რომელთაც უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყეს და მე ახლა უკვე მათ წარმოგიდგენთ. ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე, ლაშა ტუღუში, ვახუშტი მენაბდე.
აგრეთვე სოროსის ფონდის იურისტი ნიკა ჯეირანაშვილი და ხელისუფლებიდან ჩვენი სტუმრები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელია, ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძე და აგრეთვე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნათია კაციტაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიგი უგულავამ აგრეთვე ისაუბრა იმ უკანონო სავარაუდო უკანონო მოსმენებზე, რომლებზეც საუბრობენ არასამთავრობოები, ამიტომ მე დავიწყებ მათთან საუბრით, ამ კამპანიის ავტორებთან საუბრით და შემდეგ გადმოვალ უკვე თქვენთან. როდესაც ეს კლიპები გამოვიდა ეთერში, ინტერნეტში, პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ის, რომ კლიპები იწყება იმაზე საუბრით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საშუალება მოусმინოს ერთდროულად 21,000 ადამიანს გაიგოს სად არიან ისინი და ასე შემდეგ. მაგრამ თავად ლოგოშიც, რომელიც ამ კამპანიას ასახავს, მიწერილი არის ჩვენ გვისმენენ, აი ამას ხედავს, ისევ გვისმენენ უბრალოდ მაყურებელი და კლიპებიც მთავრდება ასე, რომ ნუ გვისმენთ, არ არის იქ საუბარი იმაზე, ნუ მოგვისმენთ, არა, ნუ გვისმენთ, რაც ნიშნავს იმას, რომ გვისმენენ. თავისთავად ტექნიკის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ გვისმენენ. ხო და აი ქალბატონო ეკა, თქვენგან დავიწყებოდით, იმიტომ რომ ერთ-ერთი კლიპის ბოლოსში თქვენ ამბობთ სწორედ ამ ფრაზას, ისევ გვისმენენ. რა ფაქტებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩვენ თანამდებობით გვისმენენ. თუ ეს მხოლოდ შეგრძნებაა? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გვაფიქრებინებს ის ფაქტები, რომ კიდევ გვისმენენ, ანუ რამოდენიმე ფაქტი. პირველი ის, რომ ჩვენ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ქონდა კომუნიკაცია მობილურ ოპერატორებთან და ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენ დავასკვენით, რომ ძალიან დიდი არის შესაძლებლობა და ფაქტიურად ისინი ადასტურებენ კიდევაც იმას, რომ მოსმენები გრძელდება. მაგრამ არის შესაძლებლობა თქვენ არა, აქ არის საუბარი არა მხოლოდ შესაძლებლობაზე, არამედ იმაზე, რომ რეალურად იმის გამო, რომ მათ შორის არჩევნების შემდეგაც განსაკუთრებული და რაღაც გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ანუ მათ კიდევ მოსთხოვეს იმგივე ფორმატში ურთიერთობა, რა ფორმატშიც ისინი ურთიერთობენ 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას. დიახ, პირდაპირ იყო ამაზე საუბარი. მათ თქვეს, რომ ამის შემდეგ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ სხვა ფორმატში გადაეტანათ ურთიერთობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა კომუნიკაციის შედეგად ეს ვერ მოხერხდა. ამაზე საუბრობდა ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორიც ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე, როდესაც მან თქვა, რომ მისი ძალიან დიდი სურვილია ის კომუნიკაცია და ის თანამშრომლობა, რაც მას გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვა ფორმატში გადავიდეს. მეორე მტკიცებულება ამისა არის ის, რომ თქვენ უკვე ახსენეთ კიდევაც ის, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის გაუმჯობესებას გულისხმობს, უკვე 1 წელია იმყოფება პარლამენტში, მისი მოსმენები არ დაწყებულა, ანუ საკომიტეტო მოსმენები არ დაწყებულა და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს სურვილი, რომ და არ აქვს ვთქვათ, რომ პოლიტიკური ნება არ არის ახალ ხელისუფლებაში, თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური ნება, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა დასახვეწია, მაინც შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ნება იარსებობს, მაინც შესაძლებელია, რომ ის ურთიერთობა, რაც გააჩნია დღეს მობილურ ოპერატორებთან, სხვა ფორმატში გადავიდეს. ანუ აქ არის საუბარი შავყუთებზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ავტომატური წვდომა ყველა ინფორმაციაზე. ჩვენ რა თქმა უნდა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად 23,000 ადამიანს უსმენენ, ან 20,000, ან 17,500, ხო? ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ შესაძლებლობა არის და ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა გამოიყენება. ხო, რაც შეეხება ზოგადად კანონ პროექტს, აქ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ შეიძლება ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა მართველი გუნდიდან ამ კანონ პროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. ნამდვილად არ არის ესე და არიან ადამიანები პარლამენტში, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს გვიწყობენ და რომელიც მართლაც საუბრობენ ჩვენთან და მაგრამ არა, აქ არის საუბარი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საუბარი არის სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ კანონ პროექტის განხილვების დაწყებას. მთავარი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩვენთან არის ბატონო ლევან. თქვენ შეგიძლიათ გადაჭრით თქვათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წლის ბოლოდან უკანონო მოსმენები საქართველოში აღარ ხორციელდება. რა თქმა უნდა. მოდით მე ყველა ასპექტზე, რომელიც ქალბატონმა ეკამ წამოჭრა, მინდა დეტალური პასუხი მივაწოდო საზოგადოებას და აქ საკმაოდ დრო გვექნება იმისთვის, რომ გავარჩიოთ ვინ არის ტყუანი და მართალი.
მოდი ჯერ ორიოდე სიტყვით არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო უგულავას პოლიტიკურ განცხადებებზე ამ ფორმატში საერთოდ რატო ჩაჯდა მისი განცხადებები ამასაც ვერ ხვდები აქტუალობიდან გამომდინარე თავად უბრალოდ მინდა ურჩიო მას და ყველა მის თანაგუნდელს რომ გაემიჯნოს იმ წარსულს და გააკეთონ პოლიტიკური განცხადება და საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადონ, იმიტომ რომ 1 ოქტომბერი მათთვისაც ახალი დასაწყისია. ამიტომ ჩვენ მე არ ვაპირებ აქ წარსულზე ბევრ საუბარს, როგორც მან ბრძანა, მაგრამ მან მაინც და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა აი 38,000 ფაილისთვის, უკანონო ფაილისთვის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსი აღმოჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ თითქმის ნახევარ საქართველოს თუ არა, სრულიად საქართველოს ალბათ აკონტროლებდნენ და უკანონო ერთი საფუძველიც ვერ აღმოჩნდა კანონიერი ამ 28,000 ფაილიდან, ამას ანგარიშიც წაიკითხავთ. აქედან გამომდინარე ურჩევდი მას როგორც მოქალაქე და არა პოლიტიკურ მოწინააღმდეგე, რომ ამ წარსულს გაემიჯნოს და ბოდიში მოუხადოს იმ თანაგუნდელი ვთქვათ თუ თვითონ როგორც მსხვერპლად ასაღებს თავს რაშიც ძალიან დიდად ვეჭობ რომ ინფორმაცია არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ანგარიში დავდეთ რომ ეს იყო სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალიზებული თუმცა გიგი უკვლავ მისის თქვა რომ ეს იყო მანკიერი მხარე რომელიც უნდა გამოსწორდეს. ბოდიში მოიხადონ ამ მანკიერი ხარის იქნებ გაემიჯნოს პირადად თვითონ მის თანაგუნდელებთან ერთად. ეხლა მოდით გადავიდეთ გაგვთ იმ ფაქტებზე რომელიც დაგვისახელა ეკაკი გავყო. ძალიან ესე იგი მე როდესაც ამ ლოგოს ვკითხულობ და იქვე ჩნდება, რა თქმა უნდა, ყველა კანონი და ყველა უფლებას, რაც ეხება ინიციატივა, ბუნებრივი ადამიანს ეხება და მოქალაქეს ეხება, მაგრამ იქვე, როდესაც ხდება ასეთი ჩანაწერი, რომ ისევ გვისმენენ, ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც პირდაპირ ჩვენ სამართალდამცავების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, პირდაპირ ბრალდებაა რომ დანაშაულის მიმართ და ეს პირდაპირ ცილის წამებაა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით გამოხატოთ, მაგრამ ისევ, როდესაც წარსულზე აპელირებთ და ასეთ განცხადებებს აკეთებთ, ეს სერიოზული ბრალდებაა და მე ვთხოვდი აქ წარმოდგენილებს დაასახელონ ფაქტები, იმიტომ რომ ვარაუდი ქალბატონმა ეკამაც თქვა, გვაფიქრებინებსო სიტყვა თქვა, შეგრძნებაზე კითხეთ თქვენ. სწორედ რომ ვარაუდზია საუბარი და არა კონკრეტულ ფაქტებზე, ის რა ფაქტებიც დაასახელა, ეს სწორედ რაღაც თქვენი ანუ ვარაუდის საფუძველს გიქმნით, თორე არა კონკრეტული ფაქტები და ეხლა ვეაგიხსნით თქვენაც ბრძანეთ. ეს ერთი, მეორეც, იმ კომისიის ფარგლებში მე ძალიან მიკვირს ჩვენ როდესაც კომისიაში პირიქით ხელი გამოგიწოდეთ თქვენი თანამშრომლობა ვისურვეთ და შემოგთავაზეთ, ერთხელ არ დაგისვამთ კითხვა და ერთხელ არ გაგიცხადებიათ ბრალდების ტონით თუ გინდ ისიც რომ თქვენ ისევ გვისმენთ. თქვენ ეს მხოლოდ საჯაროდ გააკეთეთ მარტის თვეში და მარტის თვეზე მე აქცენტ სხვა რაღაც ასპექტში გავაკეთე. ამის შესაძლებლობა ხო გქონდათ რომ იქ სადაც ჩვენ მაგიდაზე ვიჯექით ერთდროს 3 საათი გეთქვათ პრეტენზია და არა პიარ აქციებით დაგვეწყო ერთმანეთის ლანძღვა, ეს ერთი. მოდი ახლა ჩავყვებით თითოეულ ასპექტს. მომცემთ საშუალებას, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დეტალურად მოგვიწევს საუბარი. თქვენ ამტკიცებთ ქალბატონო ეკა რომ ოპერატორებისგან გვაქვს ინფორმაცია, მინდა ეს კონკრეტული ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენვე აკრიტიკებთ შემდეგ არსებულ რეალობას, რომ ოპერატორს არ აქვს წვდომა იმ სერვერებთან. მაშინ როგორ გითხრათ ოპერატორმა, რომ აქვს ინფორმაცია, როდესაც მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. მითხარით ეს კონკრეტული კითხვა, ძალიან სერიოზული კითხვა, იმიტომ რომ ოპერატორი ამას ვერაფრით ვერ გეტყვით, იმანაც ეთყობა შეგრძნებები და ვარაუდით გითხრათ, როგორც თქვენ ასაბუთებთ, ეს მეორე. მე ასევე რაც შეეხება კანონ პროექტს. მე ვიყავი პირადად ასევე როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, პირადად პირველი მოწინააღმდეგე იმ ინიციატივისა, რა ინიციატივიც ჰქონდა, თქვათ არასამთავრობო სექტორს ბატონ ტუღურს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რასაკვირველია ძალიან დიდი შრომა ჩადებული და ვაფასებ ამ შრომას და მის კეთილგანწყობასაც, აი ამ კეთილსურვილებსაც, მაგრამ იქ იყო ჩანაწერები, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას, აი კერძოდ, მოდით კონკრეტულად რო ამიტომ ჩვენ ბუნებრივია გქონდა კრიტიკა და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესისგან არ გავთიშულვართ, არ გვითქვამს უარი პროცესზე, კი ბატონო ვიმსჯელოთ და
ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ადეკვატური დაადასტუროთ, რომ არანაირად ახაც წინააღმდეგი ამ მიმართულებით გერმანიიდან ალბრეხტი, რომელსაც თვითონაც შეხვდნენ, მეც შევხვდი, რომ არ მქონოდა სურვილი პროცესის ჩართულობის, უნებრივი ვერ შევხვდებოდი. და იქ სწორედ იმ ადამიანმა გააჟღერა, აი სწორედ მისი ჩართულობა იყო ჩემთვის იმის გარანტი, რომ დობის ხარისხი გაზრდილი იყო მათ შორის არაბსავტოურობო სექტორის მხრიდან. კერძოდ მან თქვა, რომ არ ესმის რა არის შავი ყუთის თემა. იმიტომ რომ ყველგან დემოკრატიულ სახელმწიფოში პროვაიდერი ვალდებულია და მე აქ წამოღებული მაქვს კანონები და ინტერესის შემთხვევაში მოგაწვდით გერმანიაში ტელეკომუნიკაციების კანონის 100.000 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს. ის კი არა თავისი ხარჯებით რო შეიძინოს სერვერი და დააინსტალიროს და ამ ინიციატივაში კი ეს შესაძლებლობა საერთოდ იყო ამოღებული. ანუ პრაქტიკულად ქვეყნის უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს ერთი და დავასრულებ და დაგიბრუნდებით მე რა თქმა უნდა. რაც შეეხება ავტომატურ წვდომას, ის რომ არსებობს შესაძლებლობა წვდომის ჯერ კიდევ არ ნიშნავს ავტომატურად ჩართვას. ბუნებრივია, კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ჩართვას და მხოლოდ მისი ბრძანების საფუძველზე და პროკურორის შუამდგომლობით და რიგ შემთხვევებში გადაუდებელ შემთხვევაში ის 12 საათით. ასე რომ არაფერი ისეთი თუმცა როგორც გითხარით პროცესში და სხვადასხვა მოდელებზე განსაკუთრებით კონტროლის, მონიტორინგის, გამჭვირვალობის კუთხით შეიძლება ვიმსჯელოთ და მე გეტყვით თქვენ აცხადებს ზატყოფნას რომ გამართოთ კონსულტაციები. სიღრმეებში შევალ, თუმცა ეს ჩვენ არ რა თქმა უნდა, გავაგზავნეთ ბატონო ლევან, მე დაგიბრუნდებით აუცილებლად მეც ამას გულისხმობდი სწორედ რომ თავისთავად ტექნიკის არსებობა არ გულისხმობს ავტომატურად მოსვლას. მეც მაქვს სახლში ძველი ლინიების ფირფიტების დასაკრავი, რომელსაც წლებია უკვე აღარ ვიყენებ, მაგრამ დგას მუშაობს. ძალიან კარგად. გასაგებია, ქალბატონ ეკას უნდა რომ უპასუხოს და შემდეგ გადავალ მელაშასთან. ანუ პირველ რიგში ძალიან ბევრი თქვენი არგუმენტი გვახსენებს, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო გამჭვირვალობას ახსენებს 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ჩვენ პირველად გავაჟღერეთ ეგრეთ წოდებული შავი ყუთების თემა და როდესაც ჩვენ გვიპასუხეს, რომ თქვენ ვერ დაგვიმტკიცებთ, რომ ჩვენ ვუსმენთ ადამიანებს და ამის შემდეგ მტკიცებულებები კი მივიღეთ. თქვენ როგორც ახსენებთ 28 წაიკითხეთ ჩვენი ანგარიშები და ნახავთ რომ 2012 წლამდე საუბრობდით ჩვენ ამაზე. რაც შეეხება გიპასუხებთ ერთი წამი შეიძლება დავასრულო. კი ბატონო, რაც შეეხება იმას დავაყენეთ თუ არა მოსმენების საკითხი იმ კომისიას. ნუ პირველ რიგში ამ კომისიის უფლებამოსილება ეს არ იყო არსებული პრობლემების გადაჭრა. მეორე ის მაგ დროისთვის უკვე კანონპროექტი ინიცირებული იყო პარლამენტში და შესაბამისად თქვენ უკვე იცოდით რომ ეს იყო პრობლემა და ჩვენ ამ კანონპროექტის მიღება გვინდოდა. ერთი. მეორე, როდესაც საუბარი იყო უკვე იმ ანგარიშზე, რომელიც გამოქვეყნდა თვითონ ამ კომისიის მუშაობის შემდეგ, რომელიც შეეხებოდა იმ 28,000 ფაილს, ხომ? აქ ჩვენ საუბრობდით იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა ასახულიყო ამ ანგარიშის ბოლოს. და თქვენი მოსაზრება იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ზოგადი და არა ისეთი, რაზეც საუბრობს ადამიანის უფლებათა კონვენციები და ის აღიარებული პრინციპები და კი აღიარებული პრინციპები რომელიც არსებობს ზოგადად თქვენ ეწინააღმდეგებოდით ამ კონკრეტული რეკომენდაციების ჩაწერას და ასევე როდესაც საუბარი იყო მეთოდოლოგიაზე ანუ რა მეთოდოლოგია გამოიყენებოდა და რა მეთოდოლოგიას გამოიყენებდა წინა ხელისუფლება იმისთვის რომ შეეგროვებინა 28,000 ფაილი იქიდან ამოიღეთ მიყურადება და ამოიღეთ თვალთვალის მეთოდები ანუ იქ იყო რაღაც მინიშნება რომ სხვა მეთოდების გამოიყენებოდა ეს იყო ეს არის რაც შეეხება პროვაიდერებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ როგორც როდესაც სწხოვეს არა ჯეოსელმაც და სხვა კომპანიებმაც ანუ მათ გითხრეს რომ როდესაც მათ ისურვეს არჩევნების შემდეგ რომ აი ეს ავტომატური წვდომა არ ყოფილიყო და ეს მოითხოვეს ამაზე მათ უარი მიიღეს აქედან გამომდინარე მათ თქვეს რომ ესე იგი ისინი გამოიყენებენ თქვენ ასახელებთ ჯეოსელს მაშინ გითხარით სხვა კომპანიების სახელებს ჩვენ ყველა სხვა კომპანიიდან გვაქვს ეს ინფორმაცია ყველა და მათ შორის ეს ტექნიკური პერსონალი არის ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში რომელიც არის შექმნილი საქართველოს პარლამენტში და იქიდანაც გვაქვს ინფორმაცია იმიტომ რომ ესენი არიან ტექნიკოსები და ზუსტად გვაწვდიან ინფორმაციას თუ რა ტიპის წვდომა შეიძლება ქონდეს მოდით მე ყოველ შემთხვევაში და გადმოვალ ბატონოაშა შემდეგ თქვენთან შემიძლია მაგალითად მაქტიკომის განცხადება წავიკითხო მაყურებლისთვის რომელიც მან ნეტგაზეთთან საუბრისას გააკეთა მაქტიკომის წარმომადგენელმა
ამ განცხადებაში ნათქვამია ასეთი რამე: ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მაგტიკომის მხრიდან მოსმენა არ ხორციელდება, მაგტიკომს მოსმენის ტექნიკური საშუალებები თავად დაყენებული არ აქვს და არც წარსულში ჰქონია. ასეთია განცხადება, კარგით შემდეგ გავაგზავნოთ. რა თქმა უნდა, მაგაზია გიორგი საუბარი. თავად არ აქვს თქვენ დაყენებული, მაგრამ კარგით, გადმოვალ მე თქვენთან და გიორგი ჯეოსელის ხელმძღვანელის განცხადებას დავამატო, მაგას ორიოდე სიტყვით კერძოდ სატელეფონო კომუნიკაციის ოპერატორები ვალდებული არიან ეროვნული უსაფრთხოების მიზნით ითანამშრომლონ შესაბამის ორგანოებთან. რა თქმა უნდა. თუმცა ანუ პრეტენზია გასაგებია. თუმცა არა, სად არის ეს განცხადება მანახეთ რა? სად არის? თუმცა შევხვდები მე ბატონო ლევან პროვაიდერს და მითხრას რომ აი ასეთ ფაქტს აქვს ადგილი. ბატონო ლევან, მეც გავაცნობ მაყურებელს ჯეოსელის ხელმძღვანელის კიდევ ერთ განცხადებას, სადაც ის ასეთ რამეს ამბობს. თვალთვალის ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია და სასურველია რომ კანონმდებლობა ქვეყანაში შეიცვალოს. მაგრამ თუ თვალთვალი ქვეყანაში დღესმოქმედი კანონმდებლობით ხდება, ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ. კანონ პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუგუში ჩვენთან იმყოფება და მე სწორედ მას მინდა ვკითხო. ბატონ ლაშა, 21 საუკუნეში ნუ ამაზე ყოველთან ყოფით მოსმენები ხდება ცივილიზებულ ქვეყნებშიც, ვიცით ჩვენ ეს და ამას ისინი ხსნიან იმითი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი. თქვენთვის არის ეს არგუმენტი? აი სწორედ უსაფრთხოებაზე იყო საუბარი ministris მოადგილის მხრიდან. როდესაც არსებობს დანაშაული, არსებობს გამოძიებას და გამოძიება გულისხმობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსაც. უბრალოდ აქ ლაპარაკია სტანდარტებზე და ეს სტანდარტები არ უნდა იყოს მე-19 საუკუნის დროინდელი და არ უნდა გაუდეს კანონები ოხრანკის. მე მიმაჩნია რომ ჩვენი კანონები არის ძალიან მოძველებული. არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, არ არის ევროპული სტანდარტი და ეს რესეა იგივე რაც ბატონმა ლევანმა ბრძანა, იგივე პროფესორი, ძალიან ცნობილი პროფესორი ალბრეხტის დასკვნიდანაც კარგად ჩანს, ის უჭერს ხარს თითქმის ყველა პუნქტში დადებითად აფასებს იმ კანონ პროექტებს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს. ხა ის არის ცნობილი არა დასკვნა ისისთვის მოვიდა რომ ინფორმაცია მიიღო ბოდიშს ვიხდი რომ გეჭრებით მაგრამ იქნებ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმიტომ რომ თქვენ არიცით არა გაქვთ ინფორმაცია ეთყობა იქ გერმანიაში ვერ მიწვდით მოსმენების გეხუმრებით ხადია ეს ცოტა უხეშხუმრობა კი გეთახმებით მაგრამ არსებობს მას აქ შეხედულება და შავყუთებსაც შეეხება ბოდიშს და ამ ფიგურით თუ არ დასტურებთ რომ მართლა ისმინება მაშინ საზოგადოებამ განსაკუთრებით არ გაწყვეტინებდით მე თქვენ რაც შეეხება შავყუთებს თქვენ მე მგონი გაგიგიათ ჰამერბერგი გაგიგიათ ხომ მას აქვს ეს ტერმინი გამოყენებული მის დასკვნაში თუ თქვენგან მიკვირს როცა ამბობთ რომ გაუგებარია თურმე რა არის შავყუთი ჰამერბერგის ის თუ არა გაქვთ შემიძლია გამოგიგზავნოთ ამიტომ რა არის შავი ყუთი ყველა მიცის მე მგონი და მიკვირს როცა თქვენ ამბობთ რომ არიცით აი ეს რაზე აქვს საუბარი საუბარი იმაზე რომ დასავლური სტანდარტი შავი ყუთი აგერ ავიცი გეუბნებით და ამიხსენით კი ბატონო აგიხსენით ძალიან სასიამოვნო აგიხსენით ბატონო ლევან ესე იგი შავი ყუთი არის რა როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა ინფორმაციაზე და თავად კომპანიას ესე იგი მთელს ევროპას ქონია შავი ყუთი მაშინ მთელ ევროპას არ აქვს შავი ყუთი რომელსაც პატივისცემით მოიხსენიებს ამბობს რომ არ ვიცი რა არის შავი ყუთიო კარგი მოდი დავასრულებიეთ ბატონო ლევან ვერ გაიგეთ და მაშინ ხელახლა აგეხსნით კი ბატონო ესე იგი ევროპაში არის სხვა სტანდარტი როდესაც შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენელი მიდის იქ ატყობინებს და გარკვეული პროცედურები ტარდება და ეს კომპანიები არიან საქმის კურსში. აი ეს არის სტანდარტი ევროპული. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არის განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული სტანდარტი, განსხვავებული პროცედურები, რომელიც არის დადგენილი კანონით. საქართველოში არის სულ სხვა პროცედურები, ისე როგორც არის რუსეთში,
და სხვა ესეთი ტიპის ქვეყნებში კი ბატონო აი სწორედ ბატონმა ალბრეხტმა თქვენ გერმანული მე მგონი იცით შეგიძლიათ მიწეროთ მან თქვა დოქტორო მაქვს დაცული და ასე რომ ძალიან ადვილად მოიპოვეთ ინფორმაცია შეგიძლიათ ბატონ ალბრეხტს კითხოთ და ის გეტყვით რომ მე დაგიბრუნდები ესეთი სისტემა არც ერთ ქვეყანაში ევროპულ ქვეყანაში არ არის ეხლა გავაგრძელებთ თუ შეიძლება რაღაცას ვიტყვით ბატონ ბოდის გიხდით ძალიან მოკლედ გთხოვთ და მე მინდა რომ სწორედ ამ პროცედურებზე ვისაუბროთ მე მინდა რომ პრობლემა ჩვენ ცოტა ფართოდ შევხედოთ და ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს ჩვენ ვაგრძელებთ იმ პათოს და იმ ტენდენციებს რაც აქ ბატონმა მერმა ბძანა რატომ იცით რატომ დაგიბრუნდებით მე მინდა სიტყვაზე დეპუტატებს არ მინდა რომ საზოგადოებას დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს ჩვენ რაღაცნაირად ჩვენ იმას ვაპროტესტებ და არ გვინდა რომ ის სტანდარტი იყოს ეხლაც. აი ეს არის ჩვენი სტანდარტებზე სასაუბროთ, მინდა მე უკვე დეპუტატებთან გადავიდე. ერთსაც ვიტყვი ბატონო ბოდის გიხდით რა. როდესაც არ არის ეს თქვენი ბოლოს. ეს მინდა გითხრა რა. როდესაც ეჭვები ჩდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, იცით? ბატონ ლევან, რამდენი ყოფილი თანამშრომელი მუშაობს, ვინც ეს პრეტენზია არ გითქვამ თუ არ თქვათ ეხლა კომისიაზე რამდენი თანამშრომელი არის დარჩენილი რომელიც ჩადიოდა იმ უკანონობას გეკითხებით თქვენ არ იყო ამაზე საუბარი ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ არის დარჩენილი ბატონო ლევან ამაზე ცალკე ვისაუბროთ ხალხი რა რომელიც ამას აკეთებდა რატო ხავთ იმ სამსახურში გეკითხებით წინასწარ ნათლისმფლობელი ხო არა ვარ გამსაზრო ვინ არის ჩართული ვინ არა პროკურატურას გადაუგზავნეთ თქვენი ხელით ხო გადაეცით გამოძიებისთვის ის ფაილები და გამოძიება თქვენ წარმომადგენელმა არ მოიცადეთ ერთი წუთით მე დამამთავრებინეთ ინფორმაცია თქვენ არ იცით ვინ მუშაობდა და ვინ იყო წინა იმაში თქვენმა წარმომადგენელმა არ თქვა რომ კადრებში ჩანანო ის ადამიანებიო და ვინც ჩანს და გამოძიება და მე რატო ყავთ ის ხალხი ხო მაგას გეკითხებით აქეთ რო გვიტევთ ბატონო ლაშა თქვენ გულისხმობთ რომ შეიძლება ამ ხალხმა თვითონ ისარგებლოს ამ ტექნიკით ისე რომ შეიძლება ხელმძღვანელმა არ შეიძლება მიუღებელია კანონდამრღვევი რომელიც აი ესეთ სიბინძურებში მონაწილეობდა და ვინც არ უნდა იყოს ის ხო თუ მონაწილეობდა ის ადამიანი უნდა გაუშვა სამსახურიდან საკმარისი დრო ჰქონდათ ბატონ ლევანს და სხვებს ის ადამიანები შეეცვალათ სხვა წესიერი პატრიოტული ხალხით ამიტომ არის ეს კითხვები რო ჩდება საზოგადოებაში და მე მგონია რომ ამის რესურსი აქვს ამ ხელისუფლებას მორალურიც და ყველანაირიც და გაეკეთებინათ ეს არის ერთ-ერთი პრეტენზია მე შემიძლია სხვაც გითხრა და იმედი გადმოვამბობ თქვენთან დაგიბრუნდებით და შემდეგ სხვა არასამთავრობოებს ბატონო ლევან ბარემ მე აქამდე მოვისმინე ესე იგი ყველაფერი ესაძლევს საფუძველს აქ წარმოადგენს საზოგადოებას რომ ისევ ისმენენ ხომ აი რაც ფაქტი ვერ კონკრეტულად დაგიბრუნდებით ბატონო ლევან დეპუტატებს მინდა მე სიტყვა მივცე ხა კომენტარებს მე ვისაუბრებ მოდით საკანონმდებლო ცვლილებებზე ვისაუბროთ რომელსაც მოითხოვენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები როგორია კანონმდებლობა ახლა რა არ მოგწონს ამ კანონში და რა უნდა შეიცვალოს ბატონ გიორგი თქვენგან დავიწყოთ ქალბატონო ეკა თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ რა თქმა უნდა მდუმარეთ არ დავჭერთ არა რა თქმა უნდა არანაირად ბატონ გიორგი შევათვიყავი ასე რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მე მართლაც მინდა დავიწყო იქიდან რომ 2012 წლამდე ხდებოდა ეს მოსმენები ფაქტია ამის მტკიცებულებები დღეს აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც პროკურატურასაც და ეს აბსოლუტურად მიუღებელია არასწორია დანაშაულია ეძახიან არასამთავრობო თქვენ ეთანხმებით ამ დახასიათებას რომ ეს იყო მანკიერი პრაქტიკა რა თქმა უნდა ეს არის დანაშაული და მე იმასაც ვეთანხმები რომ ყველა ვინც მონაწილეობდა ამ დანაშაულში უნდა იყოს დასჯილი შესაბამისად და პირდაპირ ვამბობ თუ ბოდიშია მოსახდელი მე არ მსხვენია რომ ეს ბოდიში მოვიხადო თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ეს ხდებოდა ღიად ვამბობ აბსოლუტურად და მე აქვე მინდა ძალიან კონკრეტულად თქვა სამწუხარო ის არისო დღეს ეს ყველაფერი გრძელდება და ეს სიტუაცია არის როცა საუბარი ხა შავი ყუთი არ ვიცი რა არის ეს მე მგონი ხა ცოტა არალოგიკურია ამაზე საუბარი ჩვენ უნდა ვისაუბროთ სად არის გამოსავალი წელიწად ნახევარი გავიდა რაც ახალი ხელისუფლებაა და არასამთავრობო ორგანიზაციები მათთან თანამშრომლობდნენ ჩვენ არ ვიყავით ამ პროცესში ჩართული, მესმის აბსოლუტურად რატომაც, მაგრამ თანამშრომლობდნენ და საუბარი სწორედ იმაზე იყო, რომ ახალი სტანდარტები უნდა შექმნილიყო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე? მაგთის და ჯეოსელში და ბილაინშიც არის შავი ყუთები, რომელსაც ვერ აკონტროლებს თვითონ ოპერატორი, ამას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნებისმიერ დროს შეუძლია ათასობით ადამიანს პარალელურ რეჟიმში მოусმინოს სრულიად უპრობლემოდ. ხა როცა ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე, ხა
მართლა იგივე სიტუაციაა, რომ ხა მტკიცებულებას როგორ უნდა მოუტანო, ხა შეხوارზე ხარ მოსასმენ აპარატთან რა. და ხა იმის ჭკუა ყოფნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ პროკურატურა, როცა საქმე მიაქვს სასამართლოში და გამოძიებაში, იმას დაურთოს წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება. ხო, ჯამში არის საუბარი დაახლოებით 70,000 ადამიანის ერთდროულ მოსმენაზე, როცა ციფრებზე იყო საუბარი. 50,000 იყო მაგთიში, 21,000-ზე იყო საუბარი ჯეოსელში და ჯეოსელთან სავარაუდოდ ეს შეხლა მოხდა იმის გამო, აი დავასრულებ უბრალოდ რომ აპარატურის გაზდაზე იყო კიდე მე მგონი საუბარი რა, მაგრამ თავარი არის ახლა 70,000 კაცის მოსმენა, რაში გჭირდება ხა რა დანაშაული უნდა იყოს იმდენი საქართველოში. გულისხმობთ რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის არა მარტო კანონის შეცვლა, თქვა იქ მონიტორინგის მექანიზმი, არამედ რამოდენიმე მონტაჟი რომ არც იყოს საშუალება რამდენი მე გეტყვით რომ აქ უნდა იყოს კონკრეტული მექანიზმი, როცა მაგალითად ოპერატორთან თუ გინდა რომ მოусმინო ადამიანს, უნდა მიიტანო სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მანაც იცოდეს რომ კანონიერად ხდება ეს და ასევე უნდა იყოს მონიტორინგის მექანიზმი აუცილებლად ჩართული ამაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც აუცილებლად უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში, ეს არის რეაგირება გამოვლენილ ფაქტებზე. როცა ვსაუბრობთ რომ ფაქტი არ გამოვლენილაო, იგივე ხვედელიძის საქმე არის საქმე, სადაც მან უკანონოდ გაავრცელა, ასე ვთქვათ, უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები, ხო? მაგრამ არა, ერთი წუთით რეაგირების ქვეშ ერთი წლის მანძილზე რო არის მსგავსი ფაქტი, იმიტოა რომ იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ვინც მუშაობს, თანამშრომელი იმანაც იცის, რომ თუ პოლიტიკურად საჭირო გახდა მოსმენა, მოусმეს და ის პატრონაჟის ქვეშ იქნება ხელისუფლების. კიდევ ერთხელ ვამბობ, მსგავსი პრეცედენტები როგორც ჩანს წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ეხლაც არის და ეს არის პრობლემა, რომ რეაგირება თუ არ იქნა შესაბამისი, დამერწმუნეთ რომ ხვალაც და ზეგაც ცუნება იქნება ძალიან დიდი იმის რომ უკანონო ჩანაწერებს მოусმინონ. საბოლოო ჯამში მე ერთი რამ მინდა აბსოლუტურად ღიად თქვა. პოლიტიკური ოპონენტების იქნება თუ სხვების წინააღმდეგ ამ ჩანაწერების გამოყენება ეს არის მართლაც არც არა თუ არასწორი წამგებიანია ეს აჩვენა ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ხა 1 ოქტომბერს ამას პასუხი გაეცა ღიად გეუბნებით რომ ამას პასუხი გაეცა შესაბამისად მე ვფიქრობ რომ შეცდომას უშვებს ხელისუფლება თუ ფიქრობს რომ ამ მექანიზმით რამის კონტროლს შეძლებს ან რამის რამეში გამოყენება შეძლებს და უბრალოდ მინდა ბოლოს დავასრულო ეს უკონტროლო მექანიზმი ისევ მივა იმ პრობლემებამდე რა პრობლემების წინაშე ჩვენ დავდექით. იგივე პრობლემებია. რამდენად თვლის რომ ეს არის შეცდომა და რამდენად მისაღებია ეს არგუმენტები, რომელსაც ისმენს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ქალბატონი ეკა და აი ახლა თქვენი დუმილი დაირღვევა. თქვენ როგორ თვლით ქალბატონო ეკა, რა არის და რამდენად არის შესაძლებელი კანონში და რამდენად შეცვლის ეს მდგომარეობას? მინდა ყველას მოგესალმოთ მაყურებელს და სულ ერთი წუთით მინდა დაგაბრუნოთ იქ საიდანაც დავიწყეთ, იმიტომ რომ მინიმალური სტანდარტის დაცვა, ეთიკის და თანაბრობის მოითხოვს იმას, რომ როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ზღვარგადასული ლანძღვით საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც აქ არ არიან და ბუნებრივი პასუხს ვერ გაცემენ, არსებობს რაღაცა წესი, რომლითაც არ ვიცი, რაღაც პასუხის გაცემა თუნდაც რაღაც დოზით საჭირო იყოს. მე მართლა წარმოუდგენელი თავხედობა მგონია, რომ ბატონი უგულავა დღეს საუბრობს არა იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მისცეს განმარტება იგივე თბილისელებს ის 50 მილიონის მითვისება, რომელიც მას ბრალად ედება, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ის საუბრობს, რომ ეკითხებიან ნებისმიერ მსგავს ტიპის თემაზე, უჩა მამაცაშვილი რა სქემებს ალაგებს თურმე სადღაც და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მას ელანდება. მე მართლა მგონია, რომ ეს არის სრულიად რაღაცა წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა, უბრალოდ მუდმივი ლანძღვა მისი მხრიდან და არა მაის იქ არ ვერ დავინახე ხა ამ თემაზე საუბრობთ მოსულებმა, რატო ვისმენდით უკაცრავად ერთი წუთი მოითმინეთ, ახლა თქვენ ხო არ გერეოდით მე? მოითმინეთ რა, ბატონი უგულავას დაცვა თუ გნებავთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ იმავე ხმაში და თუთი კი არ ვილაპარაკოთ, თუ ხდებოდა მსგავსი რამ, რის გამოც დღეს შეიძლება ინერციით ეს საფრთხეები გვაიძულებდეს გარკვეულ პრევენციებზე ვიფიქროთ. თუ არა, მართლა ხდებოდა უგულავას და მთელი თქვენი ხელისუფლების იმ პერიოდის განმავლობაში ვიცი რომ არ მოგწონთ, როდესაც ამ წარსულს გახსენებთ, მაგრამ მიზეზ შედეგობრივი კავშირის გარეშე არაფერი არ ხდება და იურისტებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც რაიმე შედეგი დგება, მიზეზი კარგად გამოიკულიო. და დღეს რა პრობლემაზე ვსაუბრობთ, ახლა გადმოვა სწორედ აქ, რომ რა პრობლემაზე დღეს ვსაუბრობთ, მე მაინც მგონია, რომ ეს არის აი ძალიან მძიმე
წარსულიდან აი ეს ინერცია რაღაც შიში ერთგვარი, რომელიც შეიძლება იყოს მართლაც აი ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის мотиваცია. ანუ ჩემთვის პირადად ადამიანისთვის, რომელიც ვიყავი 14 წლის განმავლობაში უფლებადაცვის სფეროში და მე ხელისუფლებაში მოვედი სწორედ როგორც უფლებადამცველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები კონკრეტულ საკითხებზე, ასე ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ეს არის ფუნდამენტური უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დაცულობა იმ სივრცის, რომელიც შენია და უკანონოდ არავინ არ უნდა გერეოდეს და ამიტომ არ არის ჩემთვის სულ ერთი, როდესაც ვხედავ იმ ადამიანებს, რომელსაც მე პატივს ვცემ, რომ არიან დღეს შეწუხებულები. ამიტომ ორ მაგათ რომ ამ კანონის მიღება ჭიანურდება იმის გამო, რომ კანონდამდებისა ვიდრე კანონთან მივალთ და ბუნებრივია იმ კანონსაც სჭირდება ხელისშევლება ისევ როგორც ბევრ სხვა კანონს და ჭირდება კარგად მოყვანა შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან. ბუნებრივია ამაზე არავინ არ დაუს, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა. მახსოვს ძალიან კარგად, რომ აი, როდესაც მე ვიყავი არასამთავრობო სექტორში და ყოველ მეორე დღე, ყოველ დღე სატელეფონო ჩანაწერების დემონსტრირება ხდებოდა, აი დააკავეს კრიმინალური ჯგუფი და გვასმენინებდნენ ტიტრებით ჩანაწერებს და არასოდეს არავის განმარტება არ მოუყოლებია, არ უთქვამს ყოფილ ხელისუფლების არც ერთ იმ პირს, ვინც დღეს თუთი გველაპარაკება კიდევ მიუხედავად იმ 26,000 ფაილისა, რომ იყო თუ არა სასამართლო კონტროლის ქვეშ ის ჩანაწერები განხორციელებული. იყო თუ არა რაიმე სასამართლო მინიმალური კონტროლი დაცული, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იწერებოდა და იღებდნენ და ინახავდნენ. მაშინ მახსოვს, რომ რამდენიმე პრესკონფერენცია ჩავატარე და ვთქვი, რომ გვაჩვენეთ ეს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ გვაყურებინებთ ამ ფარულ ჩანაწერებს. სრულიად სხვა საქმეზე, პოლიტიკურ ფიგურებზე არ იყო იქ საუბარი. არც ერთხელ არ მიმიღია პასუხი. ძალიან გული მწყდება, გიორგი, რომ არ მახსოვს არც ერთი გადაცემა მიგეძღვნათ ამ თემისთვის, როდესაც ყოველ დღე უყურებდით აი ამ ფარული ჩანაწერების დემონსტრირებას, არ მახსოვს სამწუხაროდ სამოქალაქო სექტორის, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, უდიდეს პატივს ვცემ, მათი აქტიურობა ამ თემაზე ეს კამპანია მაშინ უნდა დაგვეწყო, როდესაც ყველამ ვიცოდით, რომ არათუ ვერ ვლაპარაკობდით თავისუფლად, საძინებელ ოთახებში ეყენა ფარული კამერები და ერთმანეთის აი ცოლქმრის კადრებს იღებდნენ და ამას ინახავდნენ. ჩვენ ნახეთ პარლამენტში კადრები, როდესაც სამეგრელოში სამალავები აღმოჩენილი და მე პირადად 3 წუთზე მეტი ვერ შევძელი ის კადრები მე ნახა, როდესაც მოიცა ერთი წუთი გამომძიებელი იღებდა მოქმედი საჯარო პირი 2 კამერით იმ საშინელებას, რაც იმ პირებზე იყო დატანილი და ეს ინახებოდა. ეს თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ გაუჭირდებოდათ თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ სასამართლოს ნებართვის მოპოვება და ამ ყველაფრის ისე გაკეთება? სასამართლოს ნებართვას რაც სასამართლოში საქმე თუ მიდის თქვენ თუ უნდა გენახათ იყო თუ არა სასამართლო ნებართვა მას. არ იყო ჩემო კარგო, არ იყო. ახლა რანაირად მაკიცებულებად არ მიიღებდა სასამართლო. ერთი წუთი და დამშვიდი გიორგი 2012 წელს 2000 ცოტა არა, ბევრი უბედურებიდან მოვდივართ. ხოდა დღეს ეს უბედურება რომ გრძელდება, ამაზეა ლაპარაკი და დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ, ხო? არა, გავიგეთ, მაგრამ საინტერესო სტატისტიკა. აი, სასამართლოსადმი მიმართვა ფარული თვალთვალის და კონტროლის განხორციელებაზე. 2012 წელს იყო 11580 მარტო 1 წლის განმავლობაში ამ ეს შემთხვევა 11580 დაკმაყოფილდა 11551 ეს რაც იყო ოფიციალური მიმართვა 2013 წელს 3700-ია მიმართვა დაკმაყოფილებულია 3419 თითქმის ამას შემთხვევაზე მოსამართლეებს გაახსენდათ რომ შეუძლია არაც თქვან და ეს კარგია
ეხლა დღეს მოდი გადმოვიდეთ ხალხო მე ამ სტატისტიკაზე გავაცილოთ საუბარი განსხვავება რა იქნება რამე შევეხო უკვე რა თქმა უნდა ავსებოთ მაგრამ ბარე მინდა გკითხოთ აი ამ თემაზე რაზეც თქვენ საუბრობთ განსხვავება რა იქნება მოსახლეობისთვის იქნება ეს სანქცირებული თუ არ იქნება სანქცირებული თავარ რამეშია განსხვავება საბოლოოდ თუ უსმენენ ათასობით ადამიანს რა იქნება საბოლოოდ მაშინ განსხვავება განსხვავება იმაშია რომ ჩვენ ყველამ ვიცოდით და ფაქტებით ვიცოდით ესე არ არის დღეს როგორც ვსაუბრობთ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა მინდა ეკას დაუდასტურო მაგრამ ნამდვილად შევალ მასთან ამ საკითხში პოლემიკაში იმიტომ რომ საფრთხეები შეიძლება ვარაუდის დონეზე გამოვთქვათ მაგრამ ფაქტებზე როცა ვსაუბრობთ მე არ ვიცი არც ერთი ეს კონკრეტული ფაქტი როდეს განსხვავება რა არის ყველამ ვიცოდით რომ გვისმენდნენ ყველამ ვიცოდით რომ კონტროლის ქვეშ ვიყავით ხედავდით ამ ხალხს ვინც გვაკონტროლებდა ეს არ იყო რაღაცა X-ი და Y-ი ხედავდით ამას მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებში თქვენ თუნდაც იმას გულისხმობთ რომ რაც ყოველდღურად ტელევიზიით დადიოდა და ასე არა მარტო ტელევიზიით ვიცოდით რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახსოვთ ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა და მოგვიანებით გამოძიებას დაიწყო როგორ აიძულეს ბატონი ივანიშვილის დაცვის წევრი და მას ხო გახსოვთ ის ისტორია ხო ეს ძალიან კარგად ვიცოდით ყველამ დღეს როდესაც საუბრობთ ამ საფრთხეებზე მე არ ვიცი კონკრეტული ფაქტი ის რომ შესაძლებლობა თეორიული არსებობს და ლაპარაკობს ამაზე თუნდაც ჯეოსელის წარმომადგენელი ამაზე ვთქვათ ღიად ვთქვათ რას ამბობს ეს ადამიანი ვთქვათ არის ეს ფაქტები თუ არა ერთი კონკრეტული ფაქტი ვთქვათ და ვისაუბროთ არავინ არ დახუჭავს ამაზე თვალს არავინ არ დააფარებს ხელს და ფაქტები თუ არ არის მაშინ როგორ მოიტანოს ახლა კიდე როგორც თქვენ ფაქტი ერთი რაღაცა რა ჩვენ წავედით სულ ახლა კიდე ერთხელ ხას უსვამ ძალიან ცუდი იყო ის პრაქტიკა რაც იყო მაგრამ ძალიან ცუდია რომ ეს პრაქტიკა გრძელდება გრძელდება გეტყვით თქვენი საუბარი ერთადერთ რამეში ახლა ლოგიკა იცით რაშია რომ ჩვენ რო ტელევიზიით არ ვაქვეყნებთ ახლა ჩანაწერებს ხო ამიტომ მაგარია რა კიდე ერთხელ გეუბნებით ის სისულელე იყო იმასაც გეტყვით ტელევიზიის ჩანაწერების გამოქვეყნება სისულელე იყო იმიტომ რომ ამას შექმნა ის განცდა რომ ყველას უსმენდნენ აბსოლუტურად ხო ერთი თვით რა ყველას ახლა ყველას ფიზიკურად ვერ მოусმენთ 26000 ფაილი არ ნიშნავს 26000 ადამიანს ფაილი თქვენ რო გაქვთ ის ხალხი უნდა დასაჯოთ ის ხალხი რო ყველს თვითონ მაგალითი იყოს ბარამიძე სადაც მოსამართლის თანაშემწე ბარამიძე რომელსაც უთხრეს რომ ეს არის არასერიოზული მაგალითი ერთი წუთი არასერიოზული მოსამართლის თანაშემწე ბარამიძეს რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენეთ საქმე არ გამოიძიეს საერთოდ ამაზე კი გამოიძიეს არასერიოზული გეტყვი რა იმ თანაშემწე ქალბატონს არა ხო თქვა კი არა დაუდეს ამოსაცნობად ფოტოსურათები და მოისმინე არ გინდა ბოლომდე რომ მოისმინო და დაადო ხელი ფოტოსურათს და იმ ადამიანს რომელიც ბოლო 4 წელი საქართველოში არ ყოფილა არ უნდა არის მოსმენა საქმის გამოძიება თუ გინდათ გამოიძიებდით ძალიან გიორგი მარტივ რაღაცას ვიტყვი რა ჩვენ ეს პრაქტიკა გამოსორდეს თუ გვინდა რომ იყოს იგივე პრაქტიკა მე გეუბნებით რომ მე მინდა რომ ეს გამოსორდეს ქვეყანაში გამოსორდეს და არ კონდეს შესაძლებლობა უკანონო მოსმენების ხელისუფლებას პირდაპირ ვამბობ აპარატურის გაორმაგება და განახლებები სხვას არაფერს არ მინდოდეთ რომ ხელისუფლება ამას აკეთებს ბატონო გიორგი რის საფუძველზე აცხადებთ რომ გაორმაგდა ტექნიკა თვითონ მობილური ოპერატორები ამბობენ რომ 50000 ადამიანის მოსმენა შეიძლება პარალელურად ახლა კახა კოჟორჯესთან და ბეკადოიდეს სკანდალს შეგახსენებთ ერიქსონი ამ სკანდალში გაერქვა საერთაშორისო სკანდალს საერთაშორისო არასამთავრობო საერთაშორისო სკანდალში გიორგი რა გინდა ერიქსონთან რა მინდა და ჯეოსელი არის წევრი რომელმაც შეიძინა ეს ყველაფერი ერიქსონისგან მე უბრალოდ გეუბნებით რომ გვინდა თუ არა ეხლა თქვენ ამბობთ რომ იცი რა ფაქტსანამ არ და როგორ უნდა დაგიდო ეხლა იქ მოსმენის ფაქტი მე ხმაში ვიჯექი და თავიანთი მოსაზრება თქვა არასამთავრობოებმა და მე ისევ გადმოვთ თქვენთან გინდა 70000 კაცი მოსმენის შესაძლებლობა მობილურ ოპერატორებთან მაგრამ ამაზე რომ ვისაუბროთ იყო განცხადება ასეთი იმის შესახებ რომ ტექნიკა გაორმაგდა მოსასმენი გაორმაგების შესახებ მე არ ვიცი მაგრამ უმცირესობა მუდმივად მე არ მსმენია მაგრამ იყო თუ არა განცხადება არ ვიცი მე არ მაქვს პრეტენზია რომ რაც მე არ მსმენია ის არ მომხდარა რა მინდა პირველ რიგში ვთქვა ბატონმა ლევანმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა ის რომ გავარკვიოთ მტყუან მართალი მაგრამ მე პირადად მტყუან მართალის გარსარკვევად არ მოსულ ვარ აქ მიუხედავად იმისა ჩვენ რომელ მხარეს ვსხედავთ დღეს ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესები
რა არის ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ინტერესები? ეს ინტერესები არის ის, რომ ერთის მხრივ, რაზეც ბატონი ლევანი საუბრობდა და ამას არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, რომ ეს ინტერესი ნამდვილად არსებობს. გამოძიების ინტერესი, უშიშროების ინტერესი და ყველა, ვინც ამ კამპანიას უერთდება, რა თქმა უნდა, ამ ინტერესს ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, პირადი ცხოვრების დაცვის აუცილებლობაც რომ დგას და ეს პრობლემატური საკითხია, ამ საკითხზეც უნდა შევთანხმდეთ და ბატონი ლევანიც დაგვეთანხმება, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე. ეხლა გადავიდეთ, ჩვენ შეიძლება განსხვავებული ხედვები გქონდეს აი იმ საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. და მოდი ეხლა განსაზღვროთ დღეს არის თუ არა ამ კუთხით რაიმე პრობლემა, ხო? ჩვენ საუბრობთ ამ პრობლემას. ახლა თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თქვენ გეშინიათ რომ შეუძლიათ მოგვისმინონ თუ თქვენ თვლით რომ გვისმენენ? გეტყვით მაგასაც. ეკამ ისაუბრა რითი შეიძლება დასაბუთდეს აი ეს ტერმინი ისევ გვისმენენ. მე გავაგრძელებ ამ დასაბუთებას და მე ბატონ ლაშა საუბრობდა აქ ტომას ჰამერბერგის დასკვნაზე, მე ეს დასკვნა წამოღებული მაქვს, ძალიან მოკლედ ერთ წინადადებას წაგიკითხავთ. სადაც წერია, რომ საქართველოში მომუშავე ყველა სატელეკომუნიკაციო კომპანია იძულებული იყო ადრინდელ პერიოდზეა საუბარი, იძულებული იყო მიეღო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა პირდაპირ კავშირს მათ მომსახურებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. შემდეგ ამ სისტემის მეშვეობით სამინისტროსთათვის დღემდე ხელმისაწვდომი რჩება ყველა სატელეფონო ზარი, მოკლე შეტყობინება და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა სახეები. ბატონი თომასი ასევე საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაციების მართვის მკაფიო რეგულირება და მონიტორინგი დემოკრატიული და სამართლიანი კონტროლის საშუალებით. ეხლა შეიძლება ვინმეს არც არასამთავრობო ორგანიზაციების შიშები მიაჩნდეს, ასე ვთქვათ, საფუძვლიანად და არც ტომას ჰამერბერგის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საფუძვლიანი კონტრარგუმენტები ამ სფეროში არ არსებობდეს, მაგრამ მოდი წავიკითხოთ ეხლა რა წერია ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, ანუ იმ დოკუმენტში, რომელიც გუშინ უწყებაჩორისმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. აქ არის ასეთი რამე მითებული. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ საჭიროებსა და მთავარ გამოწვევებს ობიექტურად და კომპლექსურად ასახავს ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამერბერგის 2013 წლის ანგარიში. საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ანგარიში გამოთქმულ შეფასებებს და აუცილებლად მიიჩნევს გამოთქმული რეკომენდაციების შესრულებას. ანუ გუშინდელ უწყებაჩორის საბჭოს ხდომაზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა, რომ ერთხმად იქნა მიღებული, რომ ის კონკრეტული პრობლემები, რაც აი ამ ძალიან კარგ დასკვნაშია, კვლევაშია მითითებული, არის რეალური, ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება ამ რეალობის. და ხელისუფლება გეთანხმება, რომ არის გამოსასწორებელი. ერთხმად აღიარებს ამას და რას ვთავაზობთ ჩვენ და რას თავაზობენ ამ კანონპროექტის ავტორები. ამ კანონპროექტის ავტორები თავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ისე, როგორც არის მოგვარებული აი ევროპულ ქვეყნებში, საიდკენ სწრაფად ჩვენ გვსურს. მხოლოდ და მხოლოდ ამის შეთავაზებაზეა საუბარი და ძალიან კარგია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და იურიდიულმა კომიტეტმა დაახლოებით 9 თვის წინ, თუ არ მეშინავ ბატონ ლაშა, ერთხმად იმ საკანონმდებლო წინადადებას დაუჭირა მხარი, რომ განხილულიყო და ინიციატივა დაქცია. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აი ამ ძალიან კარგი ნაბიჯის შემდეგ ამ ინიციატივად ქცევას არ მოხდა კონკრეტული განხილვები. ანუ ერთია ინიციატივად ქცევა, მაგრამ ამ 9 თვის განმავლობაში ამას უნდა მოყოლო და კონკრეტული განხილვები. რატომ არის ეს კამპანია, გეტყვით მაგას, ეს კამპანია რა თქმა უნდა საერთოდ არ დაიწყებოდა და არანაირი ლოზუნგები არ გაჟღერდებოდა საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას რომ მოყოლო და განხილვები. რა თქმა უნდა შეიძლება იქ რაღაც ჩანაწერები ჩვენ გეტყვით. შეიძლება იყოს რაღაც ჩანაწერები იქ რაც და არავის არ აქვს იმაზე პრეტენზია რომ იდეალურია და იქ მძიმეს ჩაწურება არ შეიძლება, მაგრამ განხილვა უნდა მოხდეს, განხილვა უნდა დაიწყოს საკანონმდებლო. მოდიში კონკრეტულ მაგალითებს რაც შეეხება. გაგახსენებთ მე ასეთ მაგალითს გაგახსენებთ კი ბატონო ასეთ მაგალითს მაგალითად ბაჩუახალაიას კომუნიკაცია საშილახსოვრების დაწესებულებაში მის ადვოკატებთან და დეპუტატებთან
აი ამ კომუნიკაცია ამაზე გავრცელდა ინფორმაცია და იცით თქვენ ეს რომ მათი მოსმენა ხდებოდა. ხო იყო, მან დითან იცოდა რომ ეს მიმდინარეობდა ჩაწერა და არა, მან იცოდა რომ ვიზუალური კონტროლი მიმდინარეობდა და არა ის რომ რასაც ის ეტყოდა ადვოკატს, დამცველს თუ დეპუტატს მის ჩანაწერი მოხდებოდა. ეს მე მგონი დამეთანხმებით რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. ასევე სახალხო დამცველმა და სხვა ტიპის მოსმენებზე საუბრობ მაინც აქ იგივე მობილური კავშირები ხაზი გაუსვა იმას რომ მე მინდა აქვე ხაზი გაუსვა იმას რომ ეს კამპანია მხოლოდ მოსმენებზე არ კონცენტრირდება, აქ უფრო გლობალური პრობლემაზე საუბრობ. ასევე არის კონკრეტული მაგალითები, აი საუბრობს ბატონი გელან ნიკოლაიშვილი, რომელიც თავის დაცვის ქვეშ ყოფ პირთან კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში ამბობს იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა თავის მეგობარს დაურეკა ტელეფონით, რომ მის მფლობელობაში საკუთრებაში არსებული იარაღს გაუვიდა რაღაც შენახვის ვადა და მიდიოდა მის სახლიდან მოშორებით ამ იარაღის შენახვის ვადის გაგრძელების მიზნით. სხვა გარდა მოსმენისა სხვა საშუალება რომ გაეგო სამართალდამცა ორგანოებს ამ ინფორმაციის შესახებ არ არსებობდა და ის ადამიანი ქუჩაში დააკავეს და უკანონო იარაღის წარების გამო ასეთი ფაქტები არსებობს დაგიბრუნდებით და როცა ჩვენთან მე შემიძლია საიასთან მომართვიანობაზეც კონკრეტული მაგალითები გითხრათ მოგვიანებით დიახ როცა მე ერთიანდება და დავამთავრებ როცა ასეთი კონკრეტული მომართვები არსებობს და ადამიანებს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი ჩვენ რა უთხრათ რომ 1 ოქტომბრის მერე შეიცვალა სიტუაცია და მოდი მივენდოთ იმ თანამშრომლობის კეთილს ინდიცირებას რომ ეს აღარასოდეს აღარ მოხდება ეს რაციონალური და ერთი წინადადება ბუდისტური ხალვატონეკას მინდა უპასუხო იმასთან დაკავშირებით რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ამის შესახებ არაფერი არ გაუკეთებიან არ საუბრობ მე მინდა როგორც გაუკეთებია არ მithქვამს აბა როგორ ბრძანეთ ხალვატონეკა მე ვთქვი რომ მაშინ როდესაც ჩვენ ვითხოვდით აი ამ სასამართლო გადაწყვეტილებებს და კონტროლი იყო თუ არა კონკრეტულ შემთხვევებზე მე არ მახსოვს იმ პერიოდში ზუსტად რომ ვინმე აუყვა ჩვენ ამ განცხადებების დროს რომ არ გახსოვთ ეს არ ნიშნავს იმას ძალიან ეს არ ნიშნავს იმას რომ საიას არ გაუკეთებია მე სრული პასუხისგებლობით მინდა განვაცხადო და ხაზი გაუსვა რომ საია წლების განმავლობაში ამას აკეთებდა მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელები აქვს საიას მოგებული ამ პროექტის დახვეწის მიზნით არაერთი წინადადება აქვს შეთავაზებული განცხადებებზე და კომენტარებზე აღარ ვსაუბრობ უბრალოდ თუ მაინდა-მაინც ახლა განცხადებების წონაზეა საუბარი მე შემიძლია პასუხისგებლობით თქვა რომ ყველა ეს მოცულობა გასაგებია საია აკეთებდა და ახლა იმდეს აკეთებს რომ ვახუშტის აღარჩება სასაუბრო დრო ვახუშტი რა უნდა მოხდეს იმისათვის რომ სიტუაცია უკეთესად გაკონტროლდეს როგორი უნდა იყოს რეგულაციები რომ ჩვენ მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს ჩვენი ის მთავარი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომელზეც იყო დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკი, ისევ გვისმენენ, ეხება არა მხოლოდ იმას, რასაც კოლეგებმა ისაუბრეს, რომ მოსმენა ხდება კანონის გვერდის ავლით და ის რომ პირდაპირ წვდომაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ოპერატორის გარეშე. ისე რომ მობილურმა ოპერატორმა შეიძლება კი არა არ იცის მობილურმა ოპერატორმა ამ ვის უსმენენ და როგორ უსმენენ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ვამბობთ რომ კანონის საფუძველზე როდესაც ხორციელდება მოსმენა, მაშინაც ადამიანის უფლებების სტანდარტები ირღვევა, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა არ შეესაბამება არც ჩვენს კონსტიტუციას და არც საერთაშორისო სტანდარტებს ამ ნაწილში. და სწორედ ამაზეა საუბარი და მე საზოგადოებას შევეცდები დავანახო. ბატონმა ლაშა მე-19 საუკუნის წესები უწოდა. ჩამოვთვლით და საუკუნეებზე მე გადავთვალოთ სანამდე ჩავალთ. პირველი არის ის რომ მტკიცების სტანდარტი, როდესაც სასამართლო გასცემს ნებართვას მოსმენაზე, არის ძალიან დაბალი. ეს მოსმენა უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი, როდესაც სხვა ვერცერთი საშუალებით გამოძიება ვერ ადგენს იმ შედეგს, რაც მას სჭირდება. ამოდით კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბროთ გიგი უგლავას და მისი შვილის საუბარი რამდენად მისაღები მოგეჩვენა ეს აქეთ ჩემი პოზიციიდან ძალიან ძნელი შესაძლებელია მაგრამ მე ვამბობ იმას რომ კანონმდებლობა არის იძლევა ძალიან დაბალ სტანდარტს და სტანდარტი უნდა აიწიოს უნდა იყოს პროპორციული ეს უნდა იყოს ვიწროდ მიზანმიმართული და უკიდურესი საშუალება დანაშაულზე ან ძალიან მეორე ეს უნდა იყოს არა ყველა დანაშაულზე არამედ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მესამე ეს უნდა იყოს სუბიექტების ზუსტად
განისაზღვროს და უნდა დავიწროვდეს სუბიექტების და ვიზე გავრცელდება ეს უკანონო. მესამე ვადა უნდა განისაზღვროს რა ვადით ხდება მოსმენა. დღეს შეიძლება ოდესღაც მოსმენა დაიწყო ჩვენზე და დღესაც მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, საქმეს გამოძიებულია, სასამართლო შედეგის დამდგარია, იმიტომ რომ არ არსებობს ვადა რა ვადითაც ეს ნებართვა გაიცემა სასამართლოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უნდა ინფორმაცია მიეწოდოს ამ ადამიანს რომ მას უსმენდნენ. და ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად ადამიანები მარიციან მათ მიმართ განხორციელდა თუ არა მოსმენა, იმიტომ რომ არ ხდება ინფორმაციის მიწოდება. მეტიც ის ადამიანი ვის მიმართაც შემდეგ საქმეს სვლელობა მიეცა და სასამართლოში გადაინაცვლა კონკრეტულმა შემთხვევაში ის უპირატეს მდგომარეობაშია, უფრო კარგ მდგომარეობაშია ვიდრე ადამიანი რომლის მიმართაც მტკიცებულებები არ შეიკრა. იმიტომ რომ როდესაც პროცესი დაიწყება პროკურორი ადვოკატს გაუცვლის მტკიცებულებებს და ეს ბრალდებული გაარკვევს რომ თურმე უსმენდნენ, მაგრამ თუ საბრალდებო დასკვნა ჩემზე არ დაიწერა, მაშინ მე არ ვიცი მისმენდნენ თუ არა. და მე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ეხა არ მოგვიწევდა მარჩიელობა, გვისმენენ, არ გვისმენენ, რამე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, სასამართლოს მექანიზმი არის კონკრეტული შემთხვევის მექანიზმი. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ახორციელებს სტანდარტების მისადაგებას და დაცვას ადამიანის უფლებები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გლობალური მექანიზმი პრევენციის და მონიტორინგის. ანუ უნდა შეიქმნას ინსტიტუტი, ან არსებული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების დაცვის უნდა გაძლიერდეს და მათ უნდა მიეცეთ დაშვება იმისათვის, რომ განახორციელონ მონიტორინგი. აი მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი პერსონალური მოცემის დაცვის ინსპექტორს აქვს შესაძლებლობა ყველა დაწესებულება შეამოწოს როგორ მუშავდება პერსონალური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მან 3 დღით ადრე უნდა შეატყობინოს იმისათვის, რომ მართლა ეს ოპერატიულ სამსახურს არ ეხება ეს საკითხი, მაგრამ ზოგადად. ანუ სამართალდამცავი ორგანოები არიან სასათბურე პირობებში და ეს ხდება ჩვენი კონკრეტული მოქალაქეების უფლებების ხარჯზე. მადლობა, დაგიბრუნდებით. მე მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ ბევრი ადამიანი ყოველგვარი ინფორმაციის მიწოდების გარეშეც თulis რომ და დარწმუნებულია, რომ მას უსმენენ, როდესაც ჩვენი განაცემის ანონსი გავიდა დღეს რუსთავი 2-ის ეთერში, წერილი მივიღეთ სოციალური ქსელით, ერთ-ერთი მომხმარებელი ჩვენი მაყურებელი ასეთ რამეს წერს და მე მინდა ეს წავიკითხო შემდეგ დათია თქვენთან გადმოვალ უკვე შეკითხვით. ჩემი ხმაც მიაწვდინეთ ის გთხოვს მას, ვისაც ეხება რომ ისმინება განსაკუთრებით ამ კომპანიის კომპანია დასახელებული ნომრები, მხოლოდ მეოთხე განხორციელებულ ზარში მესმის ხმა შედარებით წმინდად. ხშირია შემთხვევები, როცა ხმა საუბრის დაწყების დროს წმინდაა და სადღაც 5 წამის მერე იწყებს ხმები გაორებას და შიშხინს. ან სულაც დარეკვისთანავე საუბრობ ასეთივე ხარვეზებით. როცა ანგარიშის შესამოწმებლად ვრეკავან ოპერატორთან, თქვენ წარმოიდგინეთ ზარის ხმა წმინდაა და არანაირი ხარვეზები არ არის. თუ მე ვცდები, სხვა აბა ეს რა არის? აი ესეთი ნიშნებით ძალიან ბევრი მეც ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელიც ასკვნის და დარწმუნებულია, რომ მას უსმენენ. სახალხო დამცველის აპარატი თუ იღებს ინფორმაციას იმის შესახებ მოსახლეობისგან, რომ მათ უსმენენ. მადლობა, რომ როგორც იქნა მომეცა ეს თქვა. მოვედით თქვენამდეც. საშუალება. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ბუნებრივია ესეთი ფაქტები ვერ იქნება და გაიჟღერა არგუმენტებმაც, რატო არ იქნება ესეთი ფაქტები, იმიტომ რომ ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს, რომ მათ უსმენდნენ, ან ზოგადად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება განხორციელდა მათ წინააღმდეგ, ну სავარაუდოდ ესეთი საქმე სასამართლოში იყო და ცნობილი არის. ამიტომ ძალიან რთულია ახლა ზოგადად ვისაუბროთ, გვისმენენ თუ არ გვისმენენ. ან კონკრეტული ფაქტები ყოველ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატში მოსმენებთან დაკავშირებით ესეთი მომართვიანობა არ ყოფილა, მაგრამ მე აუცილებლად მინდა ვთქვა ზოგადი ჩარჩო, რაც არის კანონმდებლობი და ასე თუ ისე ვახუშტიმ ამაზე ისაუბრა, მაგრამ აქ არის ზუსტად მთავარი საკანონმდებლო რეგულაციები და ზოგადად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონი არის ნამდვილად ძალიან მოძველებული და აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს. და თუნდაც ის ცვლილებები მე სპეციალურად წამოვიღე კანონი, რომ ზუსტად ვთქვა, გასაგებია რომ აქ არის რეგულაცია, სადაც საუბარია რომ მოსამართლის ნებართვა სჭირდება, თქვათ იგივე მოსმენებთან დაკავშირებით, მაგრამ არის სხვა ბუნდოვანი ჩანაწერებიც, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შეცვლას და შეიძლება ვიდაოთ. აი მაგალითად მე-14 მუხლი, რომელიც ამბობს რომ სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვს სხვადასხვა კომუნიკაციების საშუალებებთან ჩამოთვლილია ძალიან კონკრეტულად, კონდეთ მუდმივი მიერთების საშუალება. თუმცა ეს წინადადება გრძელდება შემდგომ რომ მოსამართლის თქვათ კონკრეტული მითითება
არის მოსამართლის ნებართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მუხლი უკვე იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას და შეიძლება მე დარწმუნებულია, როდესაც ეს ცვლილება შევიდა 2010 წელს ამ კანონში და იგივე ნებართვებთან დაკავშირებით 2010 წელს შევიდა ცვლილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იურისტების მიერ დაწერილი კანონი არის უბრალოდ და ეს ნორმები, რომ ესე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება იყოს და გამოყენებული იყოს როგორც უნდა შეგნებულად არის ასე და შესაძლებელია ესეთი ინტერპრეტაცია ამას მიეცეს. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა ძალიან ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და მე აი შემიძლია წავიკითხო უბრალოდ ფრაზე, რომელიც ამბობს, რომ ჯერ როცა მთავრდება, რომ მუდმივი მიერთების უფლება მოსილება აქვს და აღნიშნული მიერთების შედეგად და მერე გრძელდება. ამიტომ ესეთი დებულებები მინიმუმ ესეთი დებულებები უნდა შეიცვალოს ამ კანონში და ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, რაზეც ვახუშტი მისაუბრა, მაგრამ აქ პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი ზუსტად აქ. არა მარტო მოსამართლებთან დაკავშირებით, არამედ როდესაც თუნდაც ჯერ ერთი, როდესაც მოსამართლის ნებართვა არის საჭირო, მაშინაც ნებართვა რა სტანდარტით გაიცემა, რეალურად სასამართლო არაფერს არ ამოწმებს. აგრეთვე ვიდაიდან ჩვენ საუბრობთ იმაზეც, რომ ათასობით ადამიანს შეიძლება მოსმოს და ვახუშტიმაც ისაუბრა იმაზე, რომ უნდა დავიწროდეს იმ პირთა წრე, რომლებზეც უნდა გაიცეს ეს ნებართვა. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება დაჭირდეთ ათასობით ადამიანის ერთდროულად მოსმენა. ათასობით ადამიანის არც, თუმცა ბუნებრივია, ყველა აღიარებს, მე მგონი, ყველა ერთ აზრზე ვართ იმ კუთხით, რომ ზოგადად გამოძიების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების განხორციელების საშუალება ჰქონდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ და აქ იქნება ახლა 10 თუ 100, გააჩნია, ხომ, რა სიტუაცია, შეიძლება ახლა ათასობით ადამიანის ერთად მოსმენის აუცილებლობა არ არსებობდეს, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამაზე უნდა არსებობდეს კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი. ის კომისია, დიახ, და ეს კანონი უნდა არეგულირებდეს. თუნდაც სასამართლოს მიმართებაში ამას ვიტყვი, მაგრამ მე აღვნიშნავ ზუსტად ის კომისია, რომელსაც აქ იყო საუბარი, რომლის ფარგლებშიც განადგურდა ეს ჩანაწერები. იმ კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმედია, რომ დროზე გაითვალისწინებს ხელისუფლება, არის, რომ უნდა არსებობდეს შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები ზოგადად აი ამ ფარულ მიყურადება და ჩაწერასთან დაკავშირებით და ალბათ ერთ-ერთი იგივე რეკომენდაცია იყო ზუსტად კანონ პროექტი, რომელიც შემუშავებული არის, რომ დროზე ამაზე პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს და გასაგები არის, რომ იქ შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ აუცილებელია, რომ საბოლოო პოზიცია და თუნდაც ის, რომ 9 თვე ამ კანონის განხილვა არ დაიწყო, ფიქრობ, რომ არის უკვე დაგვიანებული და სწორედ პარლამენტის წევრებს როდის დაიწყება და რატომ სასამართლოსთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო. სასამართლოს კი ბატონო 11 სასამართლოსთან დაკავშირებით ხო რაღაც ყველა ცხრას სასამართლოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ როდესაც სასამართლო კანონი პირდაპირ ამბობს, ხომ, სისხლის სამართლის პროცესი, რომ ნებართვით უნდა სასამართლოს ნებართვით უნდა იყოს, მაგრამ გვაქვს გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც ეს თქვათ პოსტფაქტუმ, თქვათ ადას ნებართვას აკანონებს სასამართლო. აი აქ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. და ყველამ კარგად ვიცით, რომ ოპერატიულ სამძებრო მიყურადება, თქვათ, იგივე ჩხრეკა ამოღება ძალიან ბევრ შემთხვევაში და ეს იყო წლების განმავლობაში და ეხლაც ესეა სამწუხაროდ, რომ ხდება სწორედ გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და პოსტფაქტუმ მიდიან სასამართლოსთან და კანონებისთვის, მაგრამ ამის უფლებას კანონებზე და აქ პრობლემა არის ის, რომ ან არა სასამართლოში რომელი საქმეც მიდის, მე რეალურად შემდგომ რომ არ მინახავს საქმე, სამართლებმა ისწავლის უარის თქმა. მაყურებელმა მცირეა მაინც რიცხვი უარის. ჩვენ საუბრობთ იმ შემთხვევაზე, როდესაც გადაუდებელი შემთხვევის გამო ვერ დაელოდება სამართალდამცველი სასამართლოს ნებართვას, ამიტომ ჯერ ახორციელებს მოსმენას ოპერატიულად და შემდეგ იღებს ნებართვას. მაგრამ აი ამ შემდგომ დაკანონების დროს რას ამოწმებს სასამართლო, ხომ? ყველა ტიპის ინფორმაციაზე უნდა გქონდეს სტომა, მაგრამ ეხლა თუ ჩავხედავთ ასეთი ტიპის განჩინებებს, იქ საუბარი არის მხოლოდ ძალიან ფორმალურად შაბლონურ დოკუმენტებზე, რომელსაც წარუდგენს პროკურატურა და რომელსაც შემდგომ სასამართლო თავისი განჩინებით ამტკიცებს. თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდება, ეს არავითარი თქვათ კანონი ამას უფრო დაგვაგრძელებს. ბატონო ლევან, თქვენთან გამოდივარ, იყო საუბარი იმაზე, არასამთავრობოებაც ისაუბრებს ამაზე ბატონმა გიორგიმაც, რომ შინაგან საქმეთა და სამინისტრო სტრუქტურებში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც ჩართული იყო მოსმენებში მანამდე და ისინი ახლაც თქვენს უწყებაში არიან. აქედან გამომდინარე მაინტერესებს მე ვისთვის არის ხელმისაწვდომი ეს ტექნიკა. შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ვიღაცამ ისარგებლობს მოსასმენი აპარატურით ისე, რომ თქვენგან და მით უმეტეს სასამართლოსგან ნებართვა არც იყოს. ყველა კითხვაზე და გამოთქმულ კრიტიკაზეც მინდა ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
და დამატებით თუ იქნა ბუნებრივია კითხვები და კრიტიკა ამას სიამოვნებით მივიღებ, თანმიმდევრულად გავყვები 2 წუთით მხოლოდ შევჩერდები იმაზე, რომ არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი, თუ პროვაიდერებს აქვთ გარკვეული პრეტენზიები და ფაქტები, მობრძანდნენ, ეს არის მართლაც საერთო მონაპოვარი, რომ აქ უკვე სადაც მე პირველად ვიმყოფები რუსთავის ეთერში, მობრძანდნენ ისინიც და ღია დააფიქსირონ პოზიცია. ამისთვის მათ არავინ არ ზღუდავს და დღეს რომ ამ თემაზე თამამად და ღიად საუბრობთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ მათ ამის შესაძლებლობა აქვს. ეს ერთი, მოდი. რაც შეეხება მტყუან მართალს, საუბრის დროს შიშხი მიხარვეზები ეს მტყუან მართალი ითქვა, ეწოთა დავასრულებ და მე ყველა კითხვაზე მზად ვარ. ბუნებრივია აქ მე ეს პათოსი იმიტომ გავაჟღერე, რომ ისევ ისმენენო ასეთია მათი მოსაზრება, ხო ასეა, თუმცა გაირკვა რომ არა პრაქტიკის მიმართ აქვს პრეტენზია, იმიტომ რომ ფაქტები ნამდვილად ვერ დასახელდა, არამედ გამოირკვა ლოგიკურად რომ თავარი პრობლემა ყოფილა კანონმდებლობა, ანუ ინიციატივა საკანონმდებლო, რომელიც თურმე 9 თვეა გაჩერებულია ერთ ადგილას. 11. კი ბატონო, უკაცრავად 11 ყოფილა, თუმცა ხო, კი ბატონო. შემდეგ რაც შეეხება დავიწყოთ ახლა მართლაც ვარ თუ არა ასეთი მოწინააღმდეგე რაღაც ბოროტებს რახვებით და მართლაც მოსმენის мотиваციის გამო ვაკეთებთ ამ ანუ წინააღმდეგობას თუ არის რაღაც კვალიფიციური დასაბუთებული არგუმენტები. რომ თქვა რომ ეწინააღმდეგებით თუ არა ამ კანონის შეცვლას, იმიტომ რომ დაწყობთ ქრონოლოგიურად მინდა საზოგადოება მიცოდეს რას აკეთებდა უწყება, როდის ჩაერთო თქვათ ის ინიციატივა, რა კონკრეტული პოზიციები გამოიწვია და რა არის ევროპაში. მე გამოსაჯოთ თქვენ მართალი იქნებ წდები და სიამოვნებით მოვისმენ. ამიტომ თქვენ მტყუან მართალი ცნება. მოდით დავიწყოთ ამით. თქვენ გახსოვთ, პოლიციის შესახებ კანონს ვამზადებდით თვეების განმავლობაში, სადაც ყველა თქვენგან იყავით ჩართულები. იქ წამოიჭრა სწორედ საკითხი, ამაზე დამოუკიდებელი ექსპერტებიც დამეთანხმებიან, მაგალითად ბატონი მერაბ ტურავაც, და იქ წამოიჭრა ასეთი საკითხი, გავაუქმოთ თუ არა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი. თავდაპირველად მეც მქონდა პოზიცია, რომ უნდა გაუქმდეს. ვამბობ საჯაროდ. მაგრამ სწორედ ექსპერტების და მე სწორედ ეს კვალიფიციური მოსაზრება გავიზიარე, გამოითქვა ასეთი აზრი. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი ჩვენ გვინდოდა რატო ვაკეთებდით ამას, ფარული პრევენციული ხასიათის მოქმედებები გაგვეწერა პოლიციის შესახებ კანონში, როგორც ეს გერმანიაშია. გერმანულ მოდელზე. ეხლა გეტყვით და გერმანიის სისტემასაც გაგაცნობთ. თუმცა შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ კანონით, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით, სარგებლობს სხვა უწყებები, საგამოძიებო სამსახურები, მათ შორის ისეთი სამსახურები, რომელიც ეწევა წმინდა ანალიტიკურ მუშაობას უსაფრთხოების სექტორში ინფორმაციის მოძიების თვალსაზრისით, როგორც არის დაზვერვა და კონდაზვერვა, ანუ მათ ვტოვებდით რეგულაციების გარეშე. ეწუთით, არა, მე ვლაპარაკობ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში. რაც შეეხება შემდეგ უკვე გაჩნდა ახალი ინიციატივა, უკვე არასამთავრობო სექტორის, სადაც უკვე იყო პირდაპირ ჩანაწერები ისეთი, რომ საერთოდ არ იყოს კავშირი და ეხლა ახსნი ამ შავი ყუთის ჩემეულ განმარტებას და ცნებას. შავი ყუთი თქვენ გესმით ისე, რომ სერვერი როცა არის, პროვაიდერთან წვდომა როცა არის, ეს არ უნდა იყოსო. მე ვამბობ, რომ ეს მთელ მსოფლიოში არის ვალდებულება. ეხლა იმაზეც მივალ, მექანიზმებზეც და კონტროლზეც მივალ. ეხლა მოდით, როგორ არის გერმანიაში? ერთი წუთი. მიკროფონით თუ მოდი კონკრეტული რო ვიყო. თქვენს ინიციატივაში, ეხლა ვიტყვი კონკრეტულად, თქვენ ინიციატივაში აგერ ეხლაც გაჟღერდა ეს და აი ქალბატონი ეკას მოსაზრებებს წამოვიღებ, ამიტომ არ დავეთანხმეთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, თორე იქ ჩვენ რეკომენდაციებში ჩავწერეთ, რომ უნდა გაუმჯობესდეს შიდა და გარე კონტროლი. ძალიან გთხოვთ, საჯაროა ინფორმაცია და ამას ნუ უარყოფთ, მაშინ რას უარყოფთ? ეხლა თქვენ უყურეთ რა სიტყვით. პირველი, აგერ წერთ იმას, რომ ესე იგი მიყურადება და მოსმენა ხდება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს. საერთაშორისო პრაქტიკა არის ასე. დიახ, ამაზე ისაუბრეს კიდევაც. ეს არის არაკვალიფიციური განცხადება. უყურეთ როგორ არის გერმანიაში. მოდით ეხლა ვეკეთვით. პოლიციის შესახებ კანონი ეხება სწორედ პრევენციულ მოქმედებებს, ანუ დანაშაული საერთოდ არ მომხდარა, არამედ არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება მოხდეს დანაშაულის ჩადენაზე საუბარი არ არის და პოლიციის საქმიანობა სწორედ ამ პრევენციული მოქმედების ფარგლებში ითვალისწინებს მათ შორის
ფარულ მოსმენასაც. მეცაც გეტყვით. არსებობს ერთი წუთით რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით არც ზოგადი ჩანაწერი ერთი წუთი. ერთი წუთი დავასრულებ, იორდაჩის საქმე, სადაც წერია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე უნდა მოხდეს. არა, გენაცვალ, ეს არის საგამოძიებო ფარულ მოქმედებებთან დაკავშირებით. მე ყველას უმრავლესობას, ესე იგი, შემიძლია ეს აგერ მივაწოდო, ეხლა დავასრულებ. ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოთ პრევენციული და საგამოძიებო მოქმედებები და მათ ინიციატივაში ადის ფარული საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ეს არის გერმანიაში, მაგრამ უყურეთ გერმანიის როგორი სისტემაა. მართლმსაჯულება და უსაფრთხოების სექტორი არის ერთმანეთისგან გამიჯნული. ის რაც მართლმსაჯულებასთან არის კავშირი სასამართლო ბრძანებით და კონტროლით ხორციელდება დავასრულებ, ხოლო უსაფრთხოების სექტორში ცალკე კანონი არსებობს. ცალკე კანონი არსებობს. შეიძლება არა თქვენს მოსამართლის ბრძანებით რატო? გეტყვით პროგრამაში რომ გავმიჯნოთ, რატო არ მიჯნოთ მე? ერთ წუთით დავასრულებ თემას, ხო? რა შეეხება მოსამართლის რა შეეხება უშიშროების სამსახურების რეგულაციებს, ანუ მოსმენას ფარულს, ძირითადად უშიშროების სამსახურები მთელ მსოფლიოში, არა მართლმსაჯულებასთან, არამედ უსაფრთხოების სექტორთან არის მიბმული და მოსამართლის ბრძანებაც არ ჭირდება, რაც უნდა გაგიკვირდეთ, თუმცა ეს ჩვენ არასდროს არ მოგვითხოვია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გერმანიაში უშიშროების სამსახური მოსამართლის ბრძანებით ფარულ მიყურადებას არ ახორციელებს, არამედ ამ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ან მოადგილის განკარგულებით. ერთი წუთით, ხოლო რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყნებში არა, ყველა აგერ წამოვიღე ისრაელის მაგალითი, აქ არის ახლა მთავარი პრობლემა რასთან მიმართებაში. რომ უშიშროების სამსახური თუ იძიებს ხებუჩქნარის გაჩეხვას ბატონო. ერთ წუთით უშიშროების სამსახური გითხარით რომ ინფორმაციას დაზვერვის სამსახურზე გითხარით ერთ წუთით აშუაშია სხვა თემაზე გადაგავ. თქვენ აქცენტს აკეთებთ კანონ პროექტზე. მე გეუბნებით რომ კანონ პროექტი არის არაკვალიფიციურად მომზადებული სერიოზულ ხარვეზებს შეიძლავს და მე წინამორბედი არ დავდეთ ერთი წუთით და მით უფრო სამ მარტს, როდესაც სამ მარტს ალბრეხტს შევხვდით, სწორედ მანაც ეს კონცეფცია გააჟღერა და აქ ლაპარაკია имазе რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ადეკვატური კანონმდებლობა შექმნა და არა ისეთი რომელიც უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ამბობს რომ კანონ პროექტი არის არაკვალიფიციურად შედგენილი. ეთანხმებით მე უკვე დეპუტატებს ვეკითხები ქალბატონო ეკა ეს არის იმის მიზეზი რომ გაჭიანურდა 9 თუ 11 თვე. ჩვენ მზადვართ რომ დავხვეწოთ თქვენთან ერთად. ვამბობ სრული პასუხისმგებლობა. რატომ არ განიხილება ეს კანონი? რატომ გაჭიანურდა კანონ პროექტის განხილვა? ფიქრობ რომ უკვე გამოიკვეთა საკითხები, სადაც ჩვენ გვაქვს ერთნაირი პოზიცია. მე მგონი ყველანი თანხმდებით რომ კანონი არის დასახვეწი, შესაძლებელი და არსებული საკანონმდებლო ჩანაწერები არ არის იმ სტანდარტის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. და დეტალურად იყო ჩამოთვლილი რა არის ის მთავარი წუხილები, რომელიც არსებულ კანონში არის. მე ვეთანხმები ლევანსაც იგივე პოზიცია ჰქონდა, რა თქმა უნდა კანონის შესაძლებელია და რა თქმა უნდა იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, კარგია თუ ეს ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება. რატომ გრძელდება? იმიტომ რომ ზანო ფაქტი. იმიტომ რომ ექსპერტებს გადაუგზავნოთ დიდი ბოდიში ეკა ექსპერტებს ველოდებოდით მარტის თვეში. თქვათ სრული პასუხისმგებლობა ევროსაბჭოს ექსპერტებიც ჩამოდიან და გვინდა რომ აი ეს კვალიფიციური მოსაზრება მოვისმინოთ და რამე ისეთი ინიციატივა არ გაჩნდეს, რომელიც თქვენ მე საფრთხის წინაშე დაგვაყენებს. ამაზეა საუბარი. ერთი რამ უნდა თავისოთ ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეც სერიოზულ და მართლაც ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები შემოდის, მაქსიმალურად ღია დისკუსია იყოს და მაქსიმალურად ყველა ნიუანსი იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ არ ვარგა, როდესაც მიღებულ კანონში კიდევ ცვლილებები შედის. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს იმაზე ხანგრძლივი პროცესი, ვიდრე ამის ბუნებრივი საჭიროება არსებობს, მაგრამ არც ისე სწრაფად არ უნდა ხდებოდეს ბუნებრივი გადაწყვეტილების მიღება. უკვე 11 თვიანი, ესე ვთქვათ, მოცემულობა ბუნებრივია, გვაფიქრებინებს იმას, რომ აქ მე აბსოლუტურად მესმის ეს წუხილი რომ არ შეიძლება ეს პროცესი დიდხანს გაჭიანურდეს და ყველანი თანხმდებით რომ ამ პროცესზე უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება მაქსიმალური ჩართვით.
ასევე და მინდოდა აი აქ გამემიჩნდა. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს არ დარჩა ისეთი განცდა, რომ უნდა არსებობდეს თუ არა ზოგადად ქვეყანაში და სახელმწიფოს უნდა კონდეს თუ არა უფლება. მე მგონი არავინ არ დაუწყობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები საშუალო განხორციელების საშუალება. აქ საუბარია იმაზე ეს უფლება ხომ არ იქნება ბოროტად გამოყენებული და ვინმეს ნებისმიერი მოქალაქის პირად ცხოვრებაში, მის პირად თავისუფლებაში ხომ არ ჩაერევა უხეშად და უკანონოდ სახელმწიფო. ეს არის საფრთხე და მესმის კიდევ ერთხელ ვამბობ, მე უფრო მგონია და მესმის ეს, იმიტომ რომ მეც შეიძლება ვიყო ამ მდგომარეობაში, რომ ბუნებრივად, ქვაცნობიერად ეს შიში მოყვებოდეს იმ ავიწარსულიდან, აი რომელსაც წარმოადგენს ახლა ჩემ მარჯვნივ ყოფი ჩემი კოლეგა, იმიტომ რომ არსებობს ეს განცდა, რომ როდესაც მოდიხარ იმ პერიოდზე, რომ ყველას უსმენდნენ, ეს საფრთხე არის. და ამიტომ მესმის ეს პრევენცია აბსოლუტურად არავის უკანონო. მაგრამ სამი რამ რაც მოხდა და დავასრულებ. სამი რამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო ხელისუფლების მხრიდან, აი პირველივე ფაქტი, როდესაც გაჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ სივრცეში, საჯარო სივრცეში. და ministris მოადგილის დაპატიმრება. ეს იყო უსერიოზულესი გადაწყვეტილება. შემდეგ, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ პერსონალური ხვედელიძის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავებული იყო დაპატიმრება თქვი? ხო, დაკავება. არ დაკავებული არის. დაკავებული იყო. ესე იგი, როდესაც ვიწყებ ლაპარაკს, ამოცანაა, რომ გიორგიც ესე პარალ პროცესში უნდა ალაპარაკდეს. მეორე, პერსონალური დაცვის ინსპექტორის არჩევის საკითხი და ეს იყო აუცილებელი რამ და ძალიან კარგი და არ ირჩევდით არავის. კანონი ჰქონდათ მიღებული, კანონი მიიღეთ, რომელსაც ახლა ვცვლით სხვათა შორის ძალიან კარგი ცვლილებები მომზადდა, რომ ისიც დაუხვეწავი იყო. ნახეთ, თუ გაჩერდება. კარგით, ხალბატონო. არ გაჩერდება, მოიწვიეთ ერთი წუთი. და ეს ცვლილებების მომზადებულია, ძალიან კარგი ცვლილებები მომზადდა და ძალიან კარგად მუშაობს ინსპექტორი, ძალიან კვალიფიციური ადამიანი. ანუ პრევენციები, რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. და ეს კამპანიაც მე მაინც ესე ვფიქრობ, ჩვენ ახლა კონკრეტული ფაქტები არ აქვს. მართლაც არავინ არ დახუჭავს ამას თვალს. არ დაუშვებს დღეს ხელისუფლება, რომელმაც თავად გამოიარა, რას ნიშნავს კახა თავად იცის, რას ნიშნავს, როდესაც უკანონოდ ერეოდნენ მის პირად ცხოვრებაში, მის პირად თავისუფლებაში, როდესაც თითოეული ჩვენგანი, ვინც ხელისუფლებაშია, თავად იყო მსხვერპლი იმ რეჟიმის, მან კარგად იცის რა არ უნდა დაუშვას. მე ვარ დარწმუნებული, არავინ არ დაუშვებს იმას, რომ ეს სისტემური უბედურება, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით, რომ გადმოვიდეს თუნდაც ინდივიდუალურ შემთხვევებში უკანონობის სახით და დაიწყოს უკანონო ჩარევები პირად ცხოვრებაში. თუ იქნება კეთილსინდისიერებას დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამიტომ გეთახმებით, რომ კანონი უნდა გეთახმებით მაგაში. დავგმეთ, მაგრამ მოხდა კონკრეტული უпростоროდ კონკრეტულ ფაქტზე აპელირებდნენ ადამიანები, იგივე შიოკობიძის ამბავი, რაზეც ჩვენ პრესკონფერენცია ქონდა. ადამიანი ამბობდა იმას, რომ 27 ოქტომბერს 2013 წლის 27 ოქტომბერს აწამეს. კახა, ამაზე გამოძიება დაწყებულია, კი. ხან ერთ უწყებას მიმართა, ხან მეორის გამოძიება არ დაიწყეს და არ დაიკითხა კონკრეტული ადამიანი. კახა, გიორგის მიერ საშუალება უნდა იყოს. რა თქმა უნდა. კეთილსინდისიერებას დამოკიდებულება უნდა იყოს სისტემა უნდა იყოს გეთახმები ამაში. უბრალოდ რომ იცით რა, ეხლა ჩვენ კარგები ვართ და გვენდეთ ეხლა. არა, კონდეს ეს აპარატურა, მაგრამ დავიწყე საუბარი იმით, რომ არა, ბოდიში რა დავათავარ. აი, ცუდია, ხო რო გერევია. ცუდია. თქვენ ხო არ მოგწოთ რო თქვენ ხო არ მოგწოთ და მართადეთ ეხლა, ხო? ძალიან მოკლედ ვიტყვი რა და ძალიან კონკრეტულად რომ საუბარია იმაზე, რომ გვენდეთ არ მოგისმენთ ეხლა. ხო, ვამბობთ, რომ მექანიზმი თუ შეიძლება შეიქმნას, რომ დობაზე კი არ იყოს დამოკიდებული არავით მექანიზმზე, რომ არ მომისმინო და უკანონო ჩანაწერები არ არსებობდეს, მოდი შევქმნათ ეს მექანიზმი. მე ღიად ვამბობ, ნაციონალური მოძრაობა დაუჭერს მხარს ამ კანონ პროექტს. კი ბატონო, შევა ამ დისკუსიაში ცვლილებების, 11 თვე ამას არ ჭირდება, არც ექსპერტების ჩამოყვანა არ ჭირდება, საიდანღაც მშვენიერი ექსპერტები არიან აგერ და საუბრობენ ამ თემაზე, არც ის არ ჭირდება, რომ კიდევ ერთი 11 თვე ვიფიქროთ ამაზე და იმასაც გეტყვით, რომ ნაციონალურ მოძრაობამ რომ წააგო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს საკითხიც იყო იმ არჩევნებში წაგების. თუ 2016 წლამდე მიიყვანთ, აუცილებლად წააგებთ იმ არჩევნებსაც, ქალბატონო ეკა, თქვენც დამერწმუნეთ, თუ აი ესე ნელ-ნელა იმუშავებთ, იმიტომ რომ
წელიწადნახევარი გავიდა და საუბარი ინერციებზე წელიწადნახევრის შემდეგ, ხო? ეს უბრალოდ არის ეხლა ზღაპარი რა. რეალურად ვთქვათ, თუ პრობლემის მოგვარება გვინდა, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ერთ კვირაში მოვიწვიოთ სესია, დავჯდეთ, მივიღოთ ეს კანონი, ახალი პრინციპები შემოვიდეს და არა ის რაღაცა საუბარი, რომ ექსპერტს ველოდები იმიდან, არ ვიცი მე, ევროპიდან თუ ყველა ექსპერტი გვეუბნება და ყველა ამბობს, რომ არ შეიძლება და არც ადრე შეიძლება და არც ეხლა შეიძლება. მოდით გავაკეთოთ. არა, მე სადაც ვიყავი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონზე რომ საუბრობ, პირადად მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც იმ პროცესში იყო ჩართული. შეიძლება იქაც ერთი წუთი. ეს ინსპექტორი უნდა არჩეულიყო კანონის მიღების მერე, ერთი წუთით რა. ვადები როგორ ერთი წუთით რა, ხალბატონო ეკა რა. არა, ტყუილია. პირველად მოხდა უმსხვილესი კანონ პროექტის მომზადება. მესმის რომ კრიტიკა შეიძლება დღესაც იყოს, რამე არის კიდე შესაძლებელი თუ არა. იმაშიც არ გეთანხმებით, ეხლა რომ კანონი არ უნდა მივიღოთ და მერე ცვლილებები არ უნდა შევტანოთ. კანონი იმისთვის არის, რომ ინსპექტორი არ არსებობს. რეფორმებთან ერთად, ცვლილებებთან ერთად კანონ პროექტებში უნდა შედიოდეს ცვლილებები, იმიტომ რომ ვითარდება ქვეყანა, საზოგადოება ვითარდება. თუ ესე გააჩერებთ ყველაფერს, როგორც ეს კანონ პროექტია გაჩერებული, ხო? საბოლოო ჯამში თქვენ ძალიან სულ შედეგს მიიღებთ, პირდაპირ გეუბნებით. მადლობა, ბატონო გიორგი. ის კანონი, რაზეც თქვენ ამბობთ, ეს კანონი ჩვენი მიღებულია. ბატონო, ინსპექტორისაც ვირჩევდით და ყველაფერი იყო რა. კარგი, მოусმინოთ ჩვენს 9 წელი გავიდა 2012 წელს მივიღეთ ეს კანონი და რანაირად დაგვერჩიე, აღარ ვიყავ ხელისუფლება. გიორგი ამბობს, რომ პროცესი შეჩერებულია და ამ ცვლილებების შეტანა. ერთ თვეში და ერთ კვირაში, რომ ბატონო გიორგი თქვა, შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ეთანხმებით თქვენ ამას? ეთანხმებით თქვენ ამას? რომ თუ იქნება სურვილი, ერთ კვირაში შეიძლება პრობლემის მოგვარება. გუნდი ხო იყო, რა მნიშვნელობა? ერთი წუთით რა, რომელი გუნდიც იყო იმან პოლიტიკურად პასუხი აგო ამაზე, კიდე ერთხელ გეუბნებით. და მე სადაც ვიყავი იუსტიციის სამინისტროში თქო. აი ეს კანონი, რომელსაც თქვენ ამბობთ, ზუსტად ჩემი მონაწილეობით არის მიღებული. კარგით, მოусმინოთ ნიკას. პერსონალური მონაცემების შესახებ და აქამდე მე თქვა ფაქტებზე როდესაც იყო საუბარი და ბევრ თემაზე მინდა გამოხმაურება, უბრალოდ ბოლოში მომიწია კომენტარის გაკეთება. ფაქტები არის ერთი, რომ არ ვარგა კანონი, თუ რადგან ორ რეალობაში საუბრობთ ჩვენ წარსულზე და ახლანდელზე, არც მაშინ ვარგოდა და იგივე კანონია შესაძლებელი, არც ეხლა ვარგა. არის ტექნიკური საშუალებები, რაც აძლევს საშუალებას საგამოძიებო ორგანოებს, რომ მოусმინონ და ჩაიწერონ ეს ადამიანების პირადი საუბრები. არის ასევე არაფერი შეცვლილა ამ ხრივ და ამიტომ ხო ასევე არსებობს დასკვნა, იგივე ახლა ვახსენეთ ჰამარბერგის დასკვნა. აი აქვს სპეციალურად მაქვს ამოღებული ევროპის საბჭოს დასკვნა ბატონო ლევან, რომ გაინტერესებდათ ხო, ზუსტად ამ კანონ პროექტზე, რომელიც გაინტერესებდა სტანდარტებზე, როცა იყო საუბარი, გონი სტანდარტებზე არ უნდა ვიდაოთ, ახლა ქალბატონი ეკა, მგონი მიხვდა და შემდეგ ჩაერთო კიდევაც საუბარში. ევროპული სტანდარტები ერთია და ის кейსი, რომელსაც თქვენ ახსენებდით, იყო კლასი გერმანიის წინააღმდეგ, სადაც ზუსტად გამოჩნდა, რომ პირიქით ზუსტად განსაკუთრებით ძიმე დანაშაულებებზე შეიძლება ამის გამოყენება, როგორც არის ტერორიზმი, მაგალითად ნარკოდანაშაულები, ასე შემდეგ. უბრალოდ ბოდიში თუ შეიძლება გავაგრძელებ და შემდეგ სრული პასუხისმგებლობით გეუბნები და აი მოგცემთ აგერ მასა არასწორს ამბობთ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ევროპის ქვეყნების არის ფარული საგამოძიებო მოქმედება. ძალიან ხმა დეტალებში შევდივართ, რომელიც მაყურებლისთვის მაგრამ იმას არნიშნავს, რომ პრევენციული მიზნით ფარული მოსმენები კანონიერი ბუნებრივია რეგულაციის მიღმა დარჩეს, იმიტომ რომ მაშინ უშიშროების სამსახური და შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორი თავზე დაგვენგრევა. ამიტომ საგამოძიებო ფარული მოქმედებები გთხოვთ გამიჯნოთ. გავიჯნოთ ჩვენ ზუსტად იგივე ევროპული სტანდარტების და მაგას მე რატომ ასწავლეთ ვერ ხვდები. არასდროს ფაქტები. კიდე ერთი მომენტი აქ გონი არც ერთმა არ აღნიშნეთ, შეიძლება გამოგჩა რომ არსებობს ესეთი კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც პირდაპირ კრძალავს, რომ ამბობდით თქვენ მოვიდეს ეს ოპერატორი და ისაუბროს ჩემთან. პირდაპირ უგზავნოს იმ ადამიანს ეგრევე დაიჭერთ. რას ლაპარაკობთ? ეგრევე საქმე აგიძრება იმის წინააღმდეგ რომ დაიწყოს ლაპარაკი, რომ ესეთი რამე არსებობს. ახლა აღარა. ნამდვილად აღარავინ აღარა. ბატონო ლევან. ამიტომ ფაქტებზე როცა საუბრობ, მე ვიზიარებ ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ. დასასრულისკენ მივდივართ. მადლობა. მე მინდა ნათიას ერთ რამეს ვიტყვი რა. ძალიან მოკლედ. თუ ჩვენ გვინდა გამოვასწოროთ, მართლა შეიძლება ერთ კვირაში ეს არ მოხდეს, ეხლა მესმის რომ ერთი კვირა შეიძლება სიტყვაზე ითქვა. თუმცა
ფაქტია და ამაზე მგონი ყველა თანხდებით რომ უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, განხილვები უნდა დაიწყოს. კანონპროექტი მზად არის. გითხარით ევროპის საბჭოს დასკვნა არის მზად. GIZ-ი რომ ახსენეთ, ხო? მათი ექსპერტების დასკვნაც ეხლა დაიდება, როგორც ვიცი, სულ რაღაც ერთ კვირაში. და ანუ შეგვიძლია უკვე ამაზე კანონზე GIZ-ი ჯერ არის. ხო, ევროპის საბჭოს არის. კი, 6 კაპიტანია გისმენთ. ჩვენ უნდა დავასრულოთ სამწუხარო დრო იწურება ნათია. ერთი მინდა ძალიან აღნიშნა უკვე კახა, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გაუსვა. გასაგებია რომ ხელისუფლება შეიცვალა, შეიძლება მეტინდობა აქვს ამ წუთას საზოგადოებას ამ ხელისუფლების, მაგრამ ბუნებრივი ამ კეთილნებაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული, უნდა იყოს საკანონმდებლო გარანტიები. მე მგონი ამაზეც თანხმდებით ყველაზე და აუცილებლად ესენი დროულად უნდა იყოს და კიდე მინდა ვთქვა, აუცილებლად რაც მოხდა მოწმის დაკითხვის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც 2016 წლამდე გადაიდო, რაც იყო ძალიან არასწორი მიდგომა. გასაგებია ჩვენ თქვენი დასაბუთებას, დიახ, ვიცით, დასაბუთება წაკითხული ის, რასაც თქვენ თავაზობთ, დამისახელეთ ერთი ქვეყანა, რაგერ ვარ პასუხისმგებელი, ორივე ხელს ავწერთ, სად არის ეგ მოდელი? ამერიკაში გახდით, თქვენ გადაგებდით, რომ ეს არის ამერიკული მოდელი. საერთოდ დაფინანსებული. არა, ერთ მაგაზე არა. როდესაც მოწმე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მექანიზმი არსებობს, რომ იძულებით ჩამოართვან ეგრეთ წოდებული გრენჯიურის ინსტიტუტის ფარგლებში. აქ კი ყოველგვარი მექანიზმით უარს ამბობდა მოწმე ჩვენების მიცემაზე იყო გამორიცხული. გამისახელეთ წინა სასამართლოზე არ გადახვედით. ეს დისკუსია. ჩვენი დრო შეუძლია 2 საათი ისაუბროს კიდევ ვეღარ მოგცემ დროს. თქვენ რომ კითხვა დასვათ უნდა გიპასუხოთ ბატონმა ლევანმა და ჩვენ დრო აღარ გვაქვს უბრალოდ. კარგით. უნდა დავასრულოთ. კამპანია გრძელდება. არასამთავრობო ორგანოებს უამრავი რამ აქვს შესაძლებელი და უკვე იყვნენ კამპანიის ფარგლებში. ბატონ ლევანიც უპასუხებს მათ. ალბათ შეფოთოს დროს. ანგარიშებში არსა დამუხტან დაკავშირებით არის იეჩის პლენში და არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. კარგი. კი ბატონო, ბოლოს შეკითხვა. ბატონო ლევან, ვახუშტი გისვამთ გადაცემის ბოლოს შეკითხვას და თქვენ გეკეთებათ ბოლო პასუხი. ძალიან საინტერესო მაგალითს მოსწრე გავხდე, რაც აჩვენებს, რომ ახლანდელი მმართველი უმრავლესობა დაახლოებით იმავე გზაზე არის, რაც წინა ხელისუფლება იმყოფებოდა. ქალბატონი ეკა ახსენებდა აქ იმას, რომ არ დაინიშნა ინსპექტორი რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო არ დაგვიანებით დაინიშნა ერთი, მაგრამ რამდენიმე თვი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ დანიშნა პარლამენტმა, რაც იგივე გზით გავდივართ. მაგრამ კითხვა ბატონ ლევანთან. ბატონ ლევანი ძალიან მყარად ცავს ამ პირდაპირ დომის შესაძლებლობას და ამბობს რომ მთელ სოფლიოში ესე არსებობს, თუმცა ამავდროულად სამინისტროს პოზიცია არის ის რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე მოსმენა არ ხდება. ბატონ ლევან, ხართ თუ არა მზად თქვენ ეხლა თქვენი სამინისტრო და ძალოვანი უწყებები იმისთვის რომ უარი თქვათ პირდაპირ წვდომაზე და სასამართლოს მეშვეობით ბრძანების საფუძველზე ისე რომ ოპერატორი იქნება საქმის კუში და ოპერატორს ექნება შესაძლებლობა გადავიდეთ იმ მოდელზე, სადაც ყველაფერი უფრო გაცილებით გამჭვირვალე იქნება და ჩვენი შეკითხვებიც აღარ იარსებებს და ამავდროულად დაკმაყოფილდება თქვენი ინტერესი, იმიტომ რომ თქვენ ისედაც ესე იქცევით. ხართ თუ არა მზად თქვათ უარი ავტომატურ წვდომაზე? ყველაფერზე რაც ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება და უსაფრთხოებას უკავშირდება და ამ ორ ღირებულების შორის ბალანსის უზრუნველყოფას უკავშირდება, მაქსიმალურად მზად ვართ და გახსნილები, ანუ ცალმხრივები არ უნდა ვიყოთ, ამას ვაპელირებ მე მთელი ამ ჩემი გამოსვლით. აქედან გამომდინარე, სრული მზაობა გვაქვს მით უფრო, როდესაც 3 მარტს შევხვდით ბატონ ალბრეხტს, ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ სწორედ რომ ჩვენც გვაქვს მზაობა განვიხილოთ და ახლო მომავალში სწორედ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ადეკვატური მოდელი შევიმუშავოთ. ბუნებრივია, ერთი წუთით დავასრულებ. ეს მოდელი უნდა ითვალისწინებდეს. ბუნებრივია იმ ჩვენ სურვილსაც, რაც უკავშირდება გარე კონტროლის მექანიზმებსაც და ეს ჩვენს რეკომენდაციებში აისახა, ჩვენ ამაზე ჩვენი მოსაზრებები და
ჩვენი წინადადებები კონკრეტული გვაქვს და ახლო მომავალში თქვენ საჯაროდ ამას იხილავთ და უნებრივია როგორც აქამდე მომავალშიც დისკუსიაში მაქსიმალურად იქნებით ჩართული არც ერთი იმედიმაქვს ჩვენ გადაცემამაც დიდი წვლილი შეიტანა დისკუსიაში ძალიან მოკლედ ლაშა და ეკა და ვასრულებთ ბოროტად არ მინდა ვისარგებლო მაგრამ რახან ვარ ავტორი ამ კანონპროექტის მინდა მაინც ბოლოს თქვა ერთი რამ დღეს სისტემა არის პრაქტიკულად უკონტროლო რა თქმა უნდა ყველას ჩვენ გვესმის რომ უსაფრთხოების ამოცანები არსებობს მაგრამ ადამიანი რომ უნდა იყოს დაცული სამწუხაროდ აქამდე არ გვესმოდა და მარტო კეთილი პოლიციელის ასე ვთქვათ ფორმულით ჩვენ ვერ დავრჩებით ხელისუფლება ჭირდება კონტროლი, მით უფრო ისე ძლიერ შტოს, როგორც არის აღმასრულებელის ის ნაწილი, რომელსაც აქ წარმოადგენენ, მას ჭირდება კონტროლი, სასამართლოს მხრიდან არ არსებობს, პარლამენტის მხრიდან ის რაც პრაქტიკულად არ არსებობს, პარლამენტის მხრიდან კონტროლი, რომელიც არ არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი კონტროლის არსებობა, იმიტომ რომ ევროპულ ქვეყნებშია მიღებული დემოკრატიული კონტროლის ინსტიტუტები არ არსებობს, გასაძლიერებელია ინსპექტორის ინსტიტუტი და კიდევ უამრავი რამე არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად მივიღებთ ბევრად უარეს სურათს, იმიტომ კი არა რომ კარგები, ცუდები, იმიტომ რომ სისტემა თვითონ გააკეთებს თავის საქმეს. ეს გვინდა ჩვენ. ის ინტერესიც უნდა იყოს დაცული და ადამიანის უფლებებიც პირველ რიგში უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა. გავაგრძელებ ლაშას აზრს, ანუ ჩვენი მიზანი არის ნამდვილად რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება, ნამდვილად ასე არის, თუმცა მეორეს მხრივ ასევე ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული. ხლა რაც შეეხება ზოგადად იმას რას ვითხოვდი და რა არის კანონში გაწერილი და რა რეკომენდაციები წარმოადგენენ ჩვენ ყველა ეს რეკომენდაცია სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ არის დამყარებული ევროპის პრეცედენტულ სამართალზე და დამყარებული არის საერთაშორისო სტანდარტებზე და მოწონებული არის იგივე ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შესაბამისად ეხლა გამოქვეყნდა სხვათა შორის და ჩვენ არ ველოდებით ექსპერტებს ანუ ეს ანგარიში არსებობს რაც შეეხება ზოგადად ადამიანების აღქმას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ჩაატარა კვლევა ამასთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ მოსახლეობის 69% არ ფიქრობს რომ არ უნდა ისაუბროს პოლიტიკურად სენსიტიურ თემებზე ტელეფონზე 63% ზუსტად ამიტომ 63% თვლის რომ პირად ინფორმაციაზე არ უნდა ისაუბროთ რაც დაკავშირებულია მათ პირად ცხოვრებასთან და პირად ინფორმაციასთან შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ეს არის დამაფიქრებელი ციფრები მე მგონია რომ ჩვენ ნამდვილად უნდა ვენდოთ კარგად გამართულ და დემოკრატიულ სისტემას და არ ადამიანებს. დიდი მადლობა. კამპანია ეს შენ გეხება. გრძელდება აღარა გვაქვს დრო აღარა გვაქვს დრო სამწუხაროდ დრო აღარა გვაქვს დრო ყველანაირ ლიმიტს გადავაჭარბეთ. თეორია, პრაქტიკა პირველ რიგში კანონმდებლობაც, იმიტომ რომ კამპანია გრძელდება. იმედი ვიქონიოთ რომ გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობაც დასავლეთის ქვეყნებში ახლო წარსულში. გასაგებია. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გადაცემა არჩევანი დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს. გაგაცნობებული.